ეს მე არის სიყვარულით მოყვარსო ნათესაებო მშვიდობა გქონდეთ სამშობლოში სულში ოჯახში ყველაფერი იქნება კარგად ოღონდ ჩვენი ერი გამრავლდეს და ოღონდ ჩვენი ერი განახლდეს არაფერია დაკარგული არც აი სულახლახან დაკარგული ცხინვალი და სოხუმი და არც აი ადრე დაკარგული ქართული მიწები რომელსაც ნებისმიერი ქართველი გულის სიღრმეში ატარებს ოღონდ ჩვენი ერი გამრავლდეს და განათლდეს და მეტადრე არ არის დაკარგული ქართული ლოგოსი, ქართული გენი, ქართული ტრადიცია, ქართული წესი. დიდი მადლობა ამ ჩვენ წინაპრებს და სასულიერო დასს და გენიოს მწერლებს, რომ შემოგვინახეს ეს საოცრად ეს წესი და ისევ ცოცხალია ეს 45 საუკუნოვანი ტრადიცია, 45 საუკუნოვანი, 50 საუკუნოვანი ტრადიცია და წესი და ლოგოსი, ქართული ლოგოსი. თუ საიდანა ვართ, რა არის ჩვენი მისია და რა არის ჩვენი ვალდებულება. გნებავთ საკუთარი ოჯახის წინაშე, გნებავთ ღმერთის წინაშე და სამშობლოს წინაშე. საოცარი ადამიანი მესტუმრა დღეს, ძალიან მოხარული ვარ. ეს არის ადამიანი, რომელსაც ალბათ დღევანდელ ქართულ ტელევიზიაში ყველაზე ხშირად მოაქვს დადებითი მუხტი, დადებითი ემოცია და სულ წარმატებები არის მისგან შესაბამისად მოყოლილი. ბატონი თამაზ გოგიბედაშვილი, დიდი ადამიანი. ჩვენი დროის მემატიანე, მე ესე დავწერდი. აი ახლა ზუსტად შემოსვლის წინ ეს წიგნი მაჩუკა, გავოგნდი აი ამ წიგნის შინაარსით, გაფორმებით, წესები არის აქ მოცემული, ისტორია არის ქართული ჭიდაობისა, რაც ერთ-ერთი ლოგოსია ჩვენი და ერთ-ერთი წესია და ერთ-ერთი ტრადიციაა და ერთ-ერთი წესიერებაა, რაც ძალიან უმნიშვნელოვანესია. მოგესალმები ბატონო თამაზ. გაგახაროს ღმერთმა, მშვიდობა გქონდეს. ასევე დიდი მადლობა მივესალმები თქვენს მაყურებელს. დიდი პატივია ჩემთვის თქვენთან მოსვლა სტუდიაში, საუბარი. ვისარგებლებ ასევე მომენტით და პერიოდით, ჯერ კიდე მაინც იანვარია, დასაწყისია წლის და მრავალშეობას, მრავალ ახალ წელს მთელ საქართველოს გამრავლებას და ბედნიერებას, დოვლათი, ბარაქას და რა ვიცი, ყველაფერს საუკეთესოს უსურვებ თქვენ მაყურებელს და მთლიან საქართველოს, რა თქმა უნდა. გენაცვალე, გაგახაროს ღმერთმა. მართლა მთელი იანვარი ახალი წელია და მთელი იანვარი საოცარი დღესასწაულებით არის ახსავსე და რადგან ჩემი მაყურებელი ახსენეთ, ეხლა რადგან ჩემი მეგობრები ახსენეთ, მე აქედან უნდა ეხლა მივესალმო ცალკე ჩემს მეგობრებს და მსმენელებს და ცალკე თქვენს ძალიან დიდ დაყვანისმცემლებს სოფელ ატენში. სოფელი ატენი არის საოცარი სპორტული სოფელი, საოცარი წესებისა და ტრადიციების მქონე სოფელი და ერთი ადამიანია იქ ეხლა მის სახელს კონკრეტულად არ ვიტყვი, მაგრამ ესეთ რაღაცას მეუბნება. მე მეგონა რომ ხუმრობით მეუბნეოდა და არაო, მე დამისაბუთა რომ მართალიაო რომ ერთი შენ გისმენო, ჩემზია საუბარი და მეორეო თამაზ გოგიბედაშვილსო, დანარჩენიო მე ტელევიზორს არ ვუყურებო რა. ჩვენი სოფელი არის ტრფიალი სპორტისა, ტრფიალი კულტურისა, ტრფიალი ტრადიციებისა და ძიუდოსი შესაბამისად აი მეტის მეტად. კარგად გამიგეთ, მივესალმები კახა და არჩილ შავდათუაშვილებს, დიდ პედაგოგს მივესალმები, ძიუდოს მასწავლებელს, აი რო იხარჯება მთელი თავისი ცხოვრება ბატონ ქართლოს პავლიაშვილს, იოსებ და დათო იოსებ ძიას მივესალმები, ჯიოშვილს და მის ვაჟს დათოს. აი ეხლა მინდა გაგახაროთ და მოგახსენოთ. კიდე უამრავს აი ჭიღლაძეებს მივესალმები, ბზიშვილებს მივესალმები, სანდრო ბზიშვილს მივესალმები. ჩემპიონი რო იყო უამრავჯერ ატენის ჩემპიონი, გორის რაიონის ჩემპიონი და ქართლის ჩემპიონი სიტყვაზე 1980-იან წლებში. მე ხო მახსოვს ეს ეპოქა და მე ხო მახსოვს ეს დრო ყველას ერეოდა ბაღა, ბზიშვილი, სანდრო, გენაცვალოს ჩემი თავი, სანდრო, მოგესალმები დიდი სიყვარულით. საოცარი ძიუდოისტი იყო, მე მოგეხსენებათ როგორ განვითარდა მოვლენები და მოგეხსენებათ რამდენი ნიჭი დაიკარგა და რამდენი შრომა წყალში ჩაიყარა, ისეთი ეპოქა მოვიდა. მაგრამ შესაბამისად არაფერი არ არის დავიწყებული. თქვენ შემოგევლოთ ჩემი თავი და აი ახლა აი ახალი ამბავი უნდა გითხრათ, ზუსტად ერთი კვირის წინ გაარემონტეს დიდებულად ატენის სკოლის სპორტდარბაზი, შეიყვანეს გათბობა, სულ ახალი ლეიბები მოიტანეს და აი ეს ადამიანები წეღარ რო ვახსენე, მასწავლებლები, პედაგოგები გორში რომ მუშაობდნენ და სხვადასხვა სოფლებში რო დადიოდნენ, ატენში ახალი სკოლა შეიქმნა, შეკავშირდა და გვექნება აუცილებლად საოცარი შედეგები. ძალიან კარგი რაჯობია ამას, სხვათა შორის, აი რაც ყველაზე ძალიან მომწონს
ჩვენი ხელისუფლების, რომ სპორტს ძალიან დიდ ყურადღებას აქცევენ და აი იგივე ფინანსური წახალისება, ისე წახალისება დღეს ახლა 21 საუკუნეში ეს ინტერნეტის ხანაში მით უმეტეს რეკლამა არ აკლიათ და ფაქტიურად ეს გოგო ბიჭები ამ ახალგაზრდების მაგალითზე იზრდებიან და ესე სპორტში ძალიან დიდ ძალა აქვს მაგალითს. ისე როგორც ყველა სფეროში, როგორც სულ მაგალითს, ისე ასევე კარგს და სპორტში კარგს ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა და აი ამას სულ ვიძახ ხოლმე ნონა გაფრინდაშვილის მაგალითი მომყავს. ხალბატონი ნონა, როდესაც ჯერ კიდე პატარა გოგო ზუგდიდიდან ახალი ჯერ არც ჩამოსული თბილისში რო გახდა მსოფლიოს ჩემპიონი, იმის მიბაძვით, ესე იგი, მთელმა საქართველომ დაიწყო ჭადრაკის თამაში და ფაქტიურად მე-4 საუკუნე ქართველებმა ქალებმა დაფნის გვირგვინი არ დაუთმეს. აუცილებლად იყო ოლიმპიადაზე 4-ვე ქართველი ქალბატონი რო იყო ხოლმე. გაფრინდაშვილი, ჩიბურდანიძე, ალექსანდრია იოსელიანი და ყველა ტურნირს ვიგებდით. და თქვენ წარმოიდგინეთ. რამდენი ხანი გრძელდებოდა თან? 25 წელი, 4 საუკუნე და თქვენ წარმოიდგინეთ რა ერთი მუჭაერი ვართ და რამხელა დიდი ერებია, თუნდაც სადაც ჭადრაკი მოიგონეს, ინდოეთი ავიღოთ და მოკლედ ყველას უგებდნენ და დღესაც მოწოდების სიმაღლეზე არიან. საოცარი შედეგები იყო ის უახლახან. დღეს ახლა შეიძლება პირველები ესე აღარა ვართ, მაგრამ ნონას მერე მაია მოყვა და ახლა შორს აგვიყვანს ძალიან ბევრი კარგი მოჭადრაკეც გვყავს დღეს. ჩემო ძვირფასო მეგობარო, ჩემო საუკეთესო მეგობარო, აი ამ სფეროში რო ჩახედული ხართ. მე ახლა წერან საუბარი იმით დავიწყე მეგობრებო, რომ არაფერია დაკარგული, ოღონდაც აი შესაბამისად ქართველმა ერმა და ქართველმა ახალგაზრდებმა მოინდომონ, მაგრამ უცებ ახლა გამახსენდა ერთი ძალიან სამწუხარო ამბავი, დაკარგული თაობა, დაკარგული ეპოქა. იცით რას ვიტყოდი? ერთი ძალიან საინტერესო ადამიანია, შეიძლება ითქვას ჩემი უფროსი მეგობარია და დიდი გონებაა და საოცარი რაღაცა მითხრა ამ ადამიანმა. იგი აი ამ მოვლენებს, ეპოქას უყურებს ცალკე ფილოსოფიურ ჭრილში, ისტორიულ ჭრილში და რელიგიურ ჭრილში და შემდეგი რამე მითხრა, რომ აიო საბჭოთა ეპოქაშიო, მეტადრე მეორე ნაწილზეა საბჭოთა ეპოქისა საუბარი, ღმერთმა ისი აკეთებინაო ადამიანებს და კომუნისტებს და ბოლშევიკებს, ნაბოლშევიკარებს, ასე ვთქვათ, საღვთო საქმეო, თავისი საყვარელი საქმეო, რომ ისინი ვერ ხვდებოდნენ, ეშმაკი ვერ ხვდებოდაო, რომ ღმერთის სამსახურში იყო რა გრანდიოზული წარწერები, რომ მშვიდობა მსოფლიოს და მეგობრობა ხალხთა შორის და ასე შემდეგ და ყველაზე ძალიან რაც მენანება, აი ამ ფასეულობის, აი ამ მშვიდობის დაკარგვა და აი ამ ურთიერთობების და ყველაზე ძალიან რაც მენანება, ეს არის ის, რომ 5 მილიონნახევრიანი ერი, გრანდიოზული ერი, ძალიან პერსპექტიული ერი. ესე დამცრობისკენ წავედით და დღეს 3 მილიონნახევარია. რო ყოფილიყო ისევის რაოდენობა ჩვენში, წარმოიდგინეთ იმ შემთხვევაში რა შედეგები გვექნებოდათ. ელემენტარულს ვიტყვი, ესეთი მოკლე სკამი არ გვექნებოდა არც ფეხბურთში, არც კალათბურთში, არც ხელბურთში, არც ნებისმიერ სპორტში, ხო? ესეთი დეფიციტი არ გვექნებოდა პედაგოგებისა, მწვრთნელებისა, მასწავლებლებისა, ექიმებისა, ხომ ეთანხმებით? აბსოლუტურად გეთანხმებით და მე ჩემი აზრიც მაქვს ამაზე, ეს არის აი მასობრივი მიგრაციის ბრალიც არის, ამ ეპოქაში ვცხოვრობთ და აი მაგალითად ახლა არაფერი მაქვს ევროკავშირის საწინააღმდეგო, მაგრამ აი ვიზა ლიბერალიზაცია შეიძლება არაპოპულარულ რაღაცას ვამბობ, მაგრამ თუ ეს გაგვიუქმებენ, იმიტომ გამიხარდება მარტო, რომ აი ამ ხელა გადინება არ იქნება. ვეღარ გავა ესე ხალხი ევროპაში, რომლებიც რჩებიან, მე მხარზე მაქვს საუბარი, თორე იმაზე რა თქმა უნდა არა, ეხლა ვინც უბრალოდ მიდის რაღაცის სანახავად და ტურისტად და ასე შემდეგ, მაგრამ დღეს ხო როგორ არის? მიხვალ აეროპორტში, აიღებ ბილეთს ახვალ და ესე იგი ნახევარზე მეტი რჩება თან ვინ ახალგაზრდობა სამწუხაროდ და იმიტომაც კიდე ვიკლებთ. კი, იქ იბადებიან კარგი ქართველები ის, მაგრამ მაინც შენ სამშობლოში ინარჩუნებ ყველაფერს და ჩვენ ქართველებს ახლა ესეც გვიჭირს თქვათ უცხო ქვეყანაში, რომ მეორე თაობამ შეიძლება ენა იცოდეს და მესამე თაობა უკვე იკარგება მარტო გვარი შეიძლება. ძალიან მყიფეები ვართ უცხო ნიადაგით, ჩემო მეგობარო. ძალიან მყიფეები ვართ, აი მოვწყდებით რა ქართულ ენას, მოვწყდებით რა ქართულ მამულს, აი ამ ხედებს, სუნს, გემოს.
მოუწყდებით რა დედა ეკლესია ძალიან მარტივად და მალე ვკარგავთ ეროვნებას. ეხლა თქვენ თვითონ შეხედეთ ძვირფასო მეგობრებო, ზოგადად კარგად გამიგეთ, აი ეს თუ მომიტევეთ თუ ვინმე შეიძლება ეხლა შევურაცხავი და ვინმეს ვაწყეინი აი ამ ფრაზით, მაგრამ დიდი ხნის წასული ადამიანები აღარ არიან ისეთი სრული ქართველები, კარგად გამიგეთ, მომიტევეთ, შენდობას ვითხოვ, კარგად გამიგეთ და არა და ბოდიშით ისა ყველა დიდი ნოსტალგიის გზნობა თურმე ქართველებს გვაქვს. ეს სიტყვა იტალიურია, ყველა მიცი, მაგრამ აი ყველა ერთს აქვს, არა რაღაც დონეზე ნოსტალგიის ის ეხა ეს არ ვიცი ვინ გაზომა, მაგრამ ნუ აი ესეა ნათქვამი, რომ ესე იგი ყველაზე უჭირს ქართველს, ესე იგი სამშობლოსთან დაცილება. მე ვიცი მაგისი საოცარი მიზეზი და მაგისი ახსნა. ეხლა დამავიწყდა დაახლოებით 30 წლის წინანდელი მთხრობა უნდა გავიხსენო. ყოფილა რეცეპტოროლოგიის ინსტიტუტი საფრანგეთში მგონი და მათი დასკვნა ერთ-ერთი სამეცნიერო ნაშრომი იყო, რომ შესაბამისად ნოსტალგია ყოფილა ესეთი გრძნობა, რომ აი მაგალითისათვის თვალს უნდა რომ ხედები დაინახოს. ყურს უნდა რომ გაიგონოს ძვირფასი ხმები. გემო ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთან რომ გემოებია და ჩვენთან რომ საოცარია ამ ხრივ ჩვენი ხილი, ბოსტნეული თუ პური თუ ასე შემდეგ ხო შეუდარებელია. იგივე მაგალითისათვის ხნოსვა ნებისმიერი გნებავთ პროდუქტი იყოს და გნებავთ ყვავილი იყოს და გნებავთ გაზაფხულის სურნელი. და ეს არის თურმე და აი ამისი ნაკლებობა იწევს აი ამ გრძნობას. მე მაინც თავიდან დაუბრუნდები ამ თემას. 90-იანი წლებიდან დავიწყოთ და 80-იანი წლებიდან. სხვა ტენდენცია კიდე რა იყო, კარგად გამიგეთ, აი ამ გადინებისა და აი ეს ძალიან განვიცდი, აი სიდუხჭირე? სიდუხჭირე? კი ბატონო. ეს რა დაგვემართა რა? კი ბატონო. ესეც იყო და ეს ხა ეს უფრო ნორმალური მომენტია, ჩემს მოგახსენებთ, ვიდრე ის, რომ ნუ აქ თუ იმუშავე, სიტყვაზე ვიძახი, მეეზოვეთ, მექნება 100 მანეთი, იქ თუ წავალ 200 მექნება. აი როგორ არის ნათქვამი, შავი პური გერჩივნოს იმას, მე ეს და საკუთარ მამულში ყოფნა? რა თქმა უნდა, რა ვიცი, არაფერი არ ღირს რა. სხვები გიждდებიან ამ ჩვენ სამშობლოზე და ჩვენ რა ვიცი, აბა ეხლა რატო უნდა მოგვინდეს სადმე წასვლა? არასდროს არ მიფიქრია, ხო ჩვენ თითქმის ერთ თაობის ვართ, ხო ბატონო გზა, რა ვიცი, მე არასდროს არ მიფიქრია, ჩვენ დროს უფრო ადვილი იყო კიდე. ნუ დღეს ხო საერთოდ ანადვილია ამას ვიზახტი წეგან ამ ევროპულ ვიზა ლიბერალიზაციაზე, მაგრამ ჩვენ დროსაც არ იყო რთული, წავიდოდით ნებისმიერ ქვეყანაში და დავსახლებოდით და გავექცეოდით თქვათ იმ სიდუხჭირეს და იმ ცოტა შაუბნელ 90-იან წლებს, მაგრამ ერთი წამი არ მიფიქრია ამაზე. არ არის, არ ვიძახ, შეიძლება სუბიექტური ალბათ როგორ არა ვარ, ახლა ჩემ სამშობლოზე ვლაპარაკობ, მაგრამ ამას მარტო ჩვენ ხო არ ვიძახით. არ არის ჩვენზე მდიდარი ერი ურთიერთობებით. ახლა სილამაზეზე აღარ ვიძახი, რომ ამაზე გიждდებიან და როგორინაირი კლიმატი არ გვაქვს და რა სარტყელში ვართ და ეს მართლა ღმერთის საჩუქარია და მართლა ღვთისმშობლის კალთაა. რა ბუნებაც გვაქვს და ეს რაც მართლა ღმერთმა გვიბოძა, მაგრამ გარდა ამისა, აი ამას მისტირიან ის უცხოელები, ვისაც კიდე აქვს შემორჩენილი რაღაცა პაპა ბებიისგან, ასე ვთქვათ, ის ჯიგარი, მოდი ამ სიტყვას ვიტყვი, რომ საოცარი სიტყვა, რომ აი ამას ეს დაკარგული აქვს უკვე ჩვენზე გაცილებით უფრო ცივილურ ერებს და არანაკლები ისტორიის პატრონ ერებს და აი ამას ნუ დაკარგავთო, გაგთო თქვენ კიდე ქართველებსო, რომ მეგობრობა, აი ეს ბებია, პაპა ბებიის ინსტიტუტი და რა ვიცი კიდე მილიონი რა ნათესაობა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რომელიც იქ არ არის ელემენტარული უცხოური ფილმები ავიღოთ. გარდაცვალებას, დასაფლავებაზე დღეს 4 კაცი, 5 კაცი შავებში ჩასმული, რა თქმა უნდა გულდაწყვეტილები, მაგრამ ნუ მეტი არ ყავთ, არც ნათესავი ყავთ, არც მეგობარი ყავთ, არც ის არ ყავთ. ელემენტარული რომ ნათლავენ. ხო, რომ ნათლავენ. ეხლა ხო მე სულ გითხულობს, უმაინტერესებს ესეთი რაღაცები, იგივე ფილმებშიც უყურებ ისა, რომ ნათლავენ, მომნათვლელი არ ყავთ და რა ქნან და ბიძას ანათლინებენ, დეიდას ანათლინებენ. ეხლა ვიღაცამ ხო უნდა მონათლოს, მოძღვარი გასაგებია, ეხმარება, მაგრამ ხო, ეხლა ჩვენ რა ბიძას და რა იმას
კი ამას ცუდი კი არაფერი არ არის ბიძამ მოგნათლოს ამას კი არ ვიძახი რა თქმა უნდა მაგრამ ჩვენ იმდენი მეგობარი გვყავს იმდენი სასიყვარულო ადამიანი გვყავს რომ კიდე უფრო გვინდა რომ დაუნათესავდეთ რომ მირონს უცნობ ძალიან დიდი ნათესაობაა და ტრადიციაა ხო და აი ეს ურთიერთობა რა ვიცი აღარცად არ არის თითქმის და ძალიან გეთანხმება ამის დაკარგვა არის ამაზე მეტი სიმდიდრე აი მე პატარა სპორტსმენებს სულ ახლა ბავშვი ყველა ყოფილი ვარ და მესმის რაღაც დონეზე რომ ზოგს რაღაცა აი მართლა გადამეტებული ნიჭი მიცა ღმერთმა და მენანება ხოლმე რომ ფლანგავს რა და მაგრამ მესმის რომ მე დავფიქრდები ამდენი წლის არის 17-ის 18-ის მეც რო ვიყავი ამხელა მეც მიქრო და სულ უდებ თავში რომ ძალიან ხანმოკლეა სპორტსმენის კარიერა ძალიან ხანმოკლე ყველაზე ხანმოკლე პროფესია ალბათ ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ხანმოკლე პროფესია და კიდე ძალიან რისკიანი ღმერთმა ნუქნას ფეხი მოიტეხოს და გადაუბრუნდეს შეიძლება 25 წლისამ დაანებოს თავი ხო რამდენი ყოფილა კი ბატონო და ამიტომ ნუ გააფლანგავთ დროს და მანამ გააქვს ამის საშუალება რომ შენი თავით წარმოაჩინო და ქვეყანას ასახელო აი ეს ქენი და გააკეთე გენაცვალ ერთ რამეს დავამატებდი რა აი სიდუხჭირე ცხადია ძალიან რთული ეპოქა გადავიტანეთ კიდე როგორ გადავიტანეთ 90-იანი წლები კარგად გამიგეთ რომ ელემენტარულად ფქვილის დეფიციტი იყო სანთლის დეფიციტი იყო ნავთის დეფიციტი იყო ასანთის დეფიციტი იყო ეს ყველას გახსოვდა ურის რიგი იდეოლოგია ძალიან სუსტი ჰქონდა კარგად გამიგეთ ძალიან თითქმის არ ჰქონდა იდეოლოგია ისეთი იყო რომ აი ხლა რაზედაც თქვენ ხაზი გაუშვით რომ აი ეს ფასეულობა ესენი არ იყო წინ წამოწეული და ძალიან ბევრი ადამიანისათვის ეს იყო თითქოს და ისეთი მონაპოვარი რა ან საერთოდ არც იყო მონაპოვარი ხო მეთანხმები აბსოლუტურად აი ერთ ძალიან საინტერესო მაგალითს მოვიყვან ეხლა უცებ გამახსენდა რა დიდებული ქალაქია და ალბათ ჩვენი საუკეთესო ნათესავები არიან დუბლინელები და ირლანდიელები იგივე იბერიელები იგივე აი ეს საოცარი ადამიანები რა სხვათა შორის ესერი არიან ხალხი ვინც პირველად მუშტი შეკრა და კრივი მოიგონა იცით თქვენ ცხადია ხო ესია ხო და წარმოიდგინეთ ეს ქალაქი არის დუბლინი სადაც დაიბადა ჯეიმს ჯოისი ეხლა ძალიან მიყვარს ჯეიმს ჯოისი წაკითხული მაქვს ერთხელ და რაც მომიტევეთ მაგრამ ვფიქრობ საკმარისია რომ წაიკითხო მისი დუბლინელები და ერთხელაც წაიკითხო მისი ულისე დიდებული ნაწარმოებია მაგრამ მაინც კარგად გამიგეთ ახლა პირდაპირ ვეთქვი რომ კონსტანტინე გამსახურდიას მხრებამდე ვერ მოწრება და მიხეილ ჯავახიშვილს და ეს ადამიანი რომ გამოვიდა 17-18 წლისა ხან ბრიტანეთში ხან ინგლისში იყო და ხან კონტინენტზე იყო უკვე დიდობისას ასე ვთქვათ 19 20 22 25 30 როცა მწერალი გახდა და შესაბამისად უკვე კაცი იყო შეიძლება ითქვას ჯამში სულ ერთი წელიწადი არ უცხოვრია დუბლინში რა სულ ერთი წელიწადი და რო ჩახვალთ დუბლინში მთელი ქალაქი არის ჯეიმს ჯოისის სახელობის რა უამრავი ძეგლი ბარელიეფი სადაც არ უნდა შეხვიდეთ აი მაღაზიაში რო შეხვალთ კაფეში რო შეხვალთ მისი სიტყვები ამონარიდები ავტობუსში რო შეხვალთ რესტორანში რო შეხვალთ მენიუს აწერია მისი პატარა თხრობა კარგად გამიგე და ისეთი იდეოლოგ აი ამ ხიდზე გადადიოდა აი ამას რო წერდა აი ამ ხეზე იყო მიყუდებული ეს რო დაწერა მისი ეს პერსონაჟი აი აქ იჯდა მომიტევეთ ახლა შემინდეთ შენდობას ვითხოვთ მით უმეტეს თუ ვინმე ირლანდიელი მისმენს შემთხვევით მაგრამ ნახევრად ტყუილები კარგად გამიგეთ მაგრამ შექმნილია ესეთი იდეოლოგია ამ ქვეყანაში და პატრიოტული რა დუბლინელები მისი გმირები და მანახეთ თბილისში ხუთგან რო იყვეს დაწერილი ვაჟა-ფშაველას რომელიმე სტროფი ხო დღესაც კი როცა კარგად გამიგეთ ეს გამოსასწორებელია ილია ჭავჭავაძის 10 გნებავთ საზეპიროები რო ჰქონდა სკოლაში ან შოთა რუსთაველის აფორიზმები და დავით გურამიშვილის სრულიად მივიწყებულია და იდეოლოგია დღესაც ამოსაწევია. აუცილებლად თან დღეს გეთანხმებით ადვილია ამის გაკეთება გაცილებით. და ნაკლები ასიგნება უნდა, ანუ თანხაც არ უნდა რა, თითქმის ისეთ ხანაში ვცხოვრობთ და მართლა საწოდაობა ესეთი სიბძნეები იყო რამდენიღაც ის აი მაგალითად ბათუმში არის ერთ იმაზე რა ქვია, რომ ზუსტად ესეთი აფორიზმები წერია, იმაზე ესე დააგეს კვაფენილი. ძალიან კარგი რაღაცა, აი ამას ვიძახი. რა უნდა ამის დაწერას, რომ ბავშვებმა წაიკითხონ, ჩვენ სიამოვნებით წავიკითხავთ, გამეორება ცოდნის დება. გაგახაროს გვესიამოვნება, ეხლა აი დავითის სიტყვებს გურამიშვილის, აი
გულში მაშვება რა. პირდაპირ მეორე წუთს არ უშტაველი ყავს. და აი კარგად გამიგეთ, მივიწყებულია რა. მივიწყებულია ეხლა ჩემი მე ვაკეში მისი ძეგლი რო დგას, სხვათა შორის შედევრი შეიძლება ითქვას, საოცარი ძეგლი. რა შევეკითხე იქ მცხოვრებ ადამიანს, რომ აი მთელი წლის განმავლობაში ექსკურსია მოდის, ან რომელიმე მასწავლებელი ატარებს ამის წინ 15 წუთიან ღია გაკვეთილს, ეს არ როგორც შესაბამისად. მე არ გამინახია არასდროს. კარგად გამიგეთ. ნებით ხორის თქმა. როგორ არა. ეხლავე მაგალითად ერთ გამონაკლისსაც ვიტყვი ეხლა სიტყვაზე მე ისეთი სამსახური მაქვს სკოლებში დავდივარ და აი მაგალითად მივესალმები თუ მისმენს ან ვინმე გადასცეს მადლობა საგარეჯოს მეოთხე სკოლის დირექტორს და ადმინისტრაციას სკოლაში რო შეხვალ კედლები არ ჩანს სულ არის შესაბამისად საკედლე გაზეთები, წარწერები, სურათები და ბავშვი შეიძლება ითქვას რომ იქიდან ნათლდება, ნუ გაკვეთილზე შეიძლება მუკავს და მაგრამ 10 წელს რო გაატარებს იქ ამ შენობაში უკვე განათლებულია და ეროვნულად ჩამოყალიბდება. გეთანხმებით აბსოლუტურად. იქნებ ახლა მაინც გავაჩეროთ ეს. იქნებ ახლა მაინც გავაჩეროთ, კარგად გამიგეთ, თითოეული ადამიანი გადასარჩენია. ეს ემიგრაცია და გადინება. ნამდვილად ამაზე უნდა გავმრავლდეთ. სპორტის პოპულარიზაცია მიდის, ამას ვიძახი, აი წევან ახლა იმიტომ არ გამოვირჩევი. აი ბავშვებს უნდათ რომ დაიწყონ სიარული, კარგად გამიგეთ. აი კიდე ვიძახი, მაგალის დიდი ძალა აქვს, იმიტომ ვახსენებ, ბატონუგზარ, აი მე მაგალითად ახლა იგივე ძიუდოზე ვიტყვი, ხო? ბექაური, ლაშა რო გახდა პირველად რომ მოიგო ოლიმპიური ჩემპიონი. აი ერთ თვეში დაეტყო დარბაზებს. აი ერთ თვეში ეხლა ეთერი რო გახდა ლიპარტელიანი საქართველოში თუ მარტო იმ რეგიონში მე მიწევს თელ საქართველოში ძირითადად სიარული ჩემი პროფესიიდან გამომდინარე მაინტერესებს კიდევაც რა თქმა უნდა და უკვე რაც მაინტერესებს მე იქ ვუყურებ ამ ჩემი თვალთა ხედვიდან ასე ვთქვათ და უნდათ იყვნენ ლაშა ბექაურები იყვნენ შავდათუაშვილები და გურამ თუშიშვილები და ის ანუ ძალიან დიდი ძალა აქვს მაგალითს და აი ეხა კიდე ხო შარშან გაგვიხდა ეთერი ლიპარტელიანი პირველი ხალი სოფლიოს ჩემპიონი იყო ეხლა გოგონების მოდინება მიმატა და თითქმის აი ეთერის მერე თითქმის გაუთანაბრდა ახალმოსული ბავშვები ბიჭების რაოდენობას გოგონები აი ესეთი რამე არ ყოფილა საქართველოში ჩვენ ეხა რაღაც დონეზე ხო მაინც კავკასიელი ხალხი ვარ და ცოტა ეს მენტალობა გვაქვს რომ აი გოგო ხატვაზე უნდა დადიოდეს ხო და აი რა უნდა იმას სპორტზეც რა უნდა არა მარტო ჭიდაობაზე ხო საერთოდ ლაპარაკი ზედმეტია მე ჩვენ ბავშვობაში მაგალითად ესე იყო და მე სულ ვიძახდი კიდე კაი ქართული ცეკვა გქონდა რომ ცეკვა არც ერთ სპორტზე ნაკლები დათვლით თუ არ არის პირიქით თუ მეტი არა გაცილებით იმიტომ რომ ძალიან რთული ის არის მე თუ მეტეს ქართული ცეკვა კიდე მთელი ის არის ჩადებული იმაში და კიდე კაი ქართული ცეკვა გქონდა და მშობლები ნუ ამაზე არ იძახდნენ უარს და ჩვენ დროს ესე იყო და ცეკვაზე დაყავდათ გოგონებს საუბარი თორე ბიჭი აუცილებლად სპორტზე უნდა ეარა ხო ესე ვიждდებოდით ყველა მაგრამ გოგონა არა მუსიკა ხატვა ჩემო ბატონო და კიდე სხვა რაღაცეები მაგრამ სპორტი არა და აი ეხლა აი ეს მენტალობა თვალს და ხელშუა ტყდება კიდე ვიძახი იმიტომ რომ მაგალითს დიდი ძალა აქვს და აი ეთერის მაგალითმა მოიტანა ეს როგორც წეგან თავში ნონას მაგალითი ვთქვით მაგრამ ნუ ის სპორტი ცოტა სხვა არის და იქ ეხლა არასდროს არ იდდებოდა ქართველი მაინც ჭადრაკია და იქ ფიზიკური აქტივობაზე არ არის დამოკიდებული და ის გასაგებია სხვა ფენომენი ისევ იმ თემას რო დავუბრუნდეთ მწუხარებას რომ რა შედეგები გვაქვს ეხლა საოცარი და რა შედეგები გვექნებოდა რომ ეხლა ისევ 5 მილიონი ნახევრიანი ერი ვიყვეთ აი უზბეკეთი ინფრასტრუქტურა რო არ დაანგრეულიყო ძალიან შეიძლება ითქვას და რო არ განადგურებულიყო და გაყიდულიყო აი ესე უაზროდ აი თქვენ იმას გავაგზავნეთ პათოქს უზბეკეთი გაორმაგდა აი ამ 30 წელიწადში რაც კომუნისტური ის აღარ არის ანუ იყო 10 მილიონი გახდა 20 მილიონი თუ 20 მილიონი იყო და 40 გახდა აზერბაიჯანიც ხო აზერბაიჯანი თლათ არ გაორმაგებულა მაგრამ უზბეკეთს აქვს ესე იგი 100%-იანი მატება აქვს და სპორტშიც იგივე წარმატება აქვს ესე ხო სოფლიო ჩემპიონატზე გავიდნენ ფეხბურთში ამერიკაში მიდიან უზბეკეთის ნაკრები კრივში გაუხდათ წინა ოლიმპიადაზე 4 ოქროს მედალოსანი სოფლიოს ჩემპიონი კუბას ვერ უხდება მაგდენი და იმას კრივში და
ჭიდაობაში ძალიან მოუმატეს ძიუდოშიც და ხო ეს არც უჭირდათ საერთოდ ჭიდაობა უყვართ ამ შუა აზიის ქვეყნებს და სხვათა შორის ახლა უზბეკები ვახსენე აი ეს თუ გიფიქრია თქვენ ბატონო გზა ვიყავით 15 რესპუბლიკა ხო საბჭოთა კავშირში და ეხლა მეც იქ დავიბადე თქვენც იქ დაიბადეთ ხო ის კი კარგად მახსოვს ხო დავიბადეთ და გავიზარდე კიდევ სკოლა და ამის ინსტიტუტიც რამის საბჭოთა კავშირში ვიყავი რომ დაინგრა ყველა დეტალი მახსოვს კი ბატონო და რატო ვამბობ სულ 70 წელი იარსება ამ ერთობამ ხო ძალით შეგოწიწებულმა ერთობამ მაგრამ ამ ერებს ყველაზე მეტი სიყვარული აი უზბეკეთში ქართველები უყვართ, ყაზახეთში ქართველები უყვართ, პატივს სცემენ. აზერბაიჯანში ქართველები უყვართ, პატივს სცემენ. რა ვიცი, აი რომელი ისა რუსები პატივს სცემენ, უბრალო ხალხზე მაქვს ლაპარაკი. უკრაინა ისა სხვა ერზე რო კითხოთ, არც ერთი არ უყვართ, არც პატივს არ სცემენ. მადლობა ბაღმერთ, საოცარ რაგებს ამბობ, თუ მნიშვნელოვანს ხო? ამას თუ იმითი ვამბობდე, მე ნიშნის მოგებით ვიძახი, მაგრამ თუ ტყილს ვამბობდე, მე ჩემ დაკვირვებას ვიძახი, ჩემ იმას ვიძახი. ეს ვიღაცეების შექმნილიც არის რაღაც დონეზე, ანუ ვიღაცეები, აი, ანუ მაგალითები აქვს დანახული ქართველებისგან. იგივე უზბეკებს ახლა მაგალითად, აი თბილისის დინამო მაგალითად, ახლა ახალგაზრდა არისია, მაგრამ ჭარმაგიასაკის ხალხმა ის ტაშკენტის პახტაკორი რო ჩამოვარდა, მთელი გუნდი დაიღუპა. 2-1 მივეცით. 2-1 მივეცით და მივეცით ის წელი უკვე ფინიშისკენ მიდიოდა ჩემპიონატი და პირველ ადგილს ვიყავთით კიევის დინამოსთან. ყველა ქულა გვჭირდებოდა. ყველა ქულა გვჭირდებოდა და მივეცით და მთელი სტადიონი ფეხზე იდგა და ტაშს უკრავდა, იმიტომ რომ ყველა მიხვდა რომ ჩვენ მივეცით ეს თამაში. რომ ჩავიდნენ ეს ბიჭები პირდაპირ მოითხოვეს სასაფლაოზე გასულიყვნენ, არავის არ მოუთხოვია მანამდე ორი თამაში ქონდა. მეგობრებს უთხრათ რა, დაიღუპა გუნდი, აი ბატონი ავიაკატასტროფაში დაიღუპა მთლიანად მთელი გუნდი. ხო, 80-იან წლებში კარგი გუნდი ყავდათ და ნორმალური, ხო. ხო, და ნუ ეხა ახალი შეკოწიწებული გუნდი თუ დუბლები, ეხა იმის მოგებას არაფერი არ უნდოდა. მესამე თამაში ქონდა თბილისის დინამოსთან, მანამდე ორი თამაში მინსკმა მოუგო 4-1, ერევანში იყვნენ 3-0 მოუგო. ჩავედით ჩვენ და 2-1 მივეცით, ჩემპიონები ხდებოდით და აი ყველა ქულა იყო ჩვენთვის ის და უბრალოდ აი ქართველებმა ეს დიდსულოვნება გამოამჟღავნეთ. რასაც არავინ არ იზამდა და ეს რატო ვიძახი, ესეთი პატარა მაგალითებით უყვარდებით იმ ენაცვალი, წრემლი წამოვიდა ეხლა. პატივისცემას ვიმსახურებთ ჩვენ როგორც ერი. ხო და ამაზე დიდი მონაპოვარი არ ვიცი. და მე ახლა კარგად გამიგეთ, ნებისმიერს გაუგია ალბათ ეს მომენტი, რომ უამრავი შესაბამისად ადამიანი რუსეთში იყო თუ ნებისმიერ წერტილში საბჭოთა კავშირში იბრალებდა ქართველი ვარო, კარგად გამიგეთ და ესეთი შტაბ-ბეჭდილებაც შეიქმნა, რომ ქართველებს უნდა დიდი ცხვირი ქონოდათ, გამიგეთ და ცოტა შავტუხები ყოფილიყვნენ და ვინც კარგად ერკვეოდა კი ხვდებოდა ქართველს, მაგრამ კარგად კი ნაკლებად ერკვეოდა. ხო, ნაკლებად ერკვეოდა, ხა დიდი 200 მილიონიან ქვეყანაში, ხა და მართლა ესე ძალიან ბევრი იჩემებდა მოკლედ ქართველობას. ძალიან დიდი მადლობა, რა მინდა იცი გითხრათ, ეხლა იქ ისევ თქვენ რეპორტაჟებს დავუბრუნდები და თქვენს გადაცემებს და თქვენ სიტყვა პასუხს და მე ახლა ვისთანაც მქონია საუბარი შესაბამისად ორ ადამიანს ვიხსენებ. აი მადლიერები არიან თქვენი ბატონო თამაზრო, თან ესე კომპეტენტურად მიყავთ ძიუდო და სხვა სახეობები ჭიდაობისა და თან ამასთანავე ხან ისტორიაზე საუბრობს ეს ბატონი, ხან ტრადიციებზე საუბრობს ეს ხან ფოლკლორზე საუბრობს ეს ადამიანი, ხან კულტურაზე საუბრობს ეს ადამიანი და ისე შევსებულია მისი გადაცემები და მისი თხრობანი რა. მეტადრე ისეთ მომენტში, როცა მაგალითად ქართველები არ ჭიდაობენ და ცოტა მეორე ხარისხოვანია საყურებლად შესაბამისად და აი ესე ძალიან შევსებულია ხოლმე და ჩვენთან რა ხდება ახლა აი ამაზე უნდა ჩაგეკითხოთ შემდეგი კითხვა ერთ-ერთი განვრცობა ამ თემისა. მინდა რომ ჩემს გადაცემაშიც გააჟღეროთ ეს თემა და ერთი პატარა თან ნამდვილი ამბავი და თან იუმორისტული პასაჟია შეიძლება ითქვას რომ აი როგორც სამსახურში რომ ბიულეტინი არსებობს და ბიულეტინი განთავისუფლებს რომ სამსახურში არ მიხვიდე, ეგრე არის ჩვენთან გორის რაიონში ძიუდო რა. ანუ თუ სამსახურში არ მიხვედი, უნდა თქვა რომ აი ძიუდო იყო, ვუყურებდი, ევროპის ჩემპიონატი იყო, ოლიმპიადა იყო და ანთავისუფლებს და საშვია. ხო, საშვია. ნუ არ ხო და ხო ის სამსახურში ეტყვის რა ხო, კარგი, მაშინ შესაბამისად პატრიოტი.
ეს კიდე იცით რა გამახსენდა იქ ზოგი ნახირში დადის გამიგეთ ისტორიულად მეც ყოფილი ვარ ნახირში 3-ჯერ 4-ჯერ ბავშვობაში აი მაინტერესებდა გავყოლე მაღალ მთებში კი 40 სული 45 სული საქონდელი წაგვიყვანია 2 მე-7 მე-8 მე-9 კლასელ ბიჭს მთელი დღე და უკან ჩამოგვიყვანია და ხელაზე არა მაგრამ ყოფილი ვარ საქმე იმაში მდგომარეობს რომ ესეთი გამოთქმა არსებობს რომ აი ნახირის რიგი ჯარიდან ტოვებსო რა აი ჯარში წასვლა თუ გაგიწვიეს ის არ ეღალატება ნახირს რომ მთელი სოფელია შენზე დამოკიდებული ძიუდო იმას ანალოგიურად ეხლა ძიუდო მაგალითად ატენში რა სამსახურიდან ან თავისუფლებს ის 3 დღე 4 დღე მინი ბიულეტინს იძლევა ნუ ბიულეტინია ბიულეტინი შეიძლება გაყალბდეს და ძიუდოს ვერ გააყალბებ იმიტომ რომ იქაც იციან სამსახურში რომ აი ამ სოფლიო ჩემპიონატი იყო ან ევროპა გამახსენდა კუჭკუჭის იპოლიტიკა ო საოცარი რამეა ხო ბურთი დამოედაინდა რა მინდა იცით გითხრათ აი ეს ტრადიცია ქართული ჭიდაობის თანამდევი მუსიკა შეიძლება ითქვას და გახელოვნებული სპორტი და შეიძლება ითქვას აი ორთაბრძოლად ქცეული ხელოვნება იგივე თქვენ რო ეხლა ცეკვა ახსენეთ რა ცეკვაც შეიძლება ითქვას გახელოვნებული სპორტია მით უმეტეს თუ იქ აი ფარიკაობას თუ წარმოაჩენ და ძალიან ბევრ სახეობას და სხვათა შორის გავს რაღაც მოძრაობები ქართული ჭიდაობის ეს ის მაგ დანახული და სხვათა შორის მივედი პატარა ილიკოსთან სუხიშვილთან და ვთხოვე რომ იქნება დადგამეთქი უყვართ სუხიშვილებით გამენ ახალ ცეკვებს და იქნება დადგამეთქი ქართული ჭიდაობა და კარგ რაღაცას მეუნებიო ცოტა რთულიაო ეხლა მე ჭიდაობის ფასი კი ვიცი მაგრამ შიგნიდან არ ვიცნობო და არც ხომ მითხრა არც არა მაგრამ მოეწონა აზრი რა იდეა დიდებული მიგიწოდებიათ კი და აი მე ძალიან გამიხარდებოდა მე სიამოვნებოდა და მართლა გავს მართლა აი რაღაცები ჩაკვრები და ისინი აქვს რა ქართულ ჭიდაობას და იმას იდენტობას მე ხედავ ხოლმე უცებ რა გამახსენდა და აი პარალელი მინდა გავავლო რა მე სტუდენტურ მოძრაობაში ვიყავი მაშინ ძალიან აქტიური იყო სტუდენტური კულტურული ცხოვრება და მაშინ აი სულხან საბას სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტი რო იყო ძველი პუშკინი იქ იყო ცეკვის მასწავლებელი დიდებული ბატონი სამწუხაროდ სახელი და გვარი არ მახსოვს რომელსაც ცეკვა ჰქონდა დადგმული ლელობურთის ნიადაგზე და სუმთელი თან ცეკვა იყო თამანის ღონისძიება გითხრათ ბატონო გზა და თქვენს გექნება დანახული დარწმუნებული ვარ ქართული ჭიდაობა ბევრჯერ გაქვთ ნაყურები თუ კარგი დამკვრელები არიან აი ახლა პროფესიონალი მოჭიდავე და ვისაც ქართული უჭიდავია რასაც ის მიხვდება რასაც ვიძახი ქართული ჭიდაობა ხშირად ემსგავსება ცეკვას კარგ მეზურნეებს შეუძლია მოჭიდავე ააცეკვოს აი ახლა ბურჯგლავს დედას გეფიცებით ბურჯგლავს საერთოდ აი ქართული მუსიკას რო გავიგონებ აი სააკაძეში როა რა კარგად არის მაია წნეთელშიც კარგად არის აი ბურჯგლავს ხოლმე ეს და ასევე შეუძლია კარგ დამკვრელს რომ მოჭიდავე აიყოლიოს და ხანდახან არის აი სოფელში გაზრდილი ბიჭები ამას ქალაქში გაზრდილი ვერ იზამს იქ უნდა იყოს იმას ნაზიარები აი აცეკუდებიან ხოლმე რა და ამაზე კარგი სანახავი არაფერი არ არის ენერგიას აორმაგებს ალბათ მეც 10 მაგებს რა ვა საოცრება ხო უკვე ცოტა ესეთები იმიტომ რომ ქართული ჭიდაობაც მაინც ხო იმ მასშტაბით აღარ არის რაც იყო მაგრამ არის მინახია მე პირადად ეს არაერთხელ და აი კიდევ ვიძახი თქვენ მსმენელში მაყურებელში იქნება ისეთი ხალხი ვიცი რომ ვისაც ქართული ჭიდაობა კარგად შიგნიდან ესმის და რასაც მე ვიძახი კარგად მიმიხვდება ამას განსაკუთრებით მედოლეს შეუულია ისევე როგორც ცეკვაში შეუულია მედოლეს დოლს ხაზი აქვს თავის ცეკვაში მე არასდროს მიცეკვია მაგრამ ხო უყურებ და ხო ხედავ და მეც მიყვარს ხო ქართული ცეკვა და ეს ჩვენი მონაპოვარია სუხიშვილებს დიდი მადლობა კიდე რამდენი რაღაცა აქვს ის ამას წინ უსმენდი ნინო რამიშვილს ქალბატონ ნინოს რომელიც ქართულად თლათ კარგათაც ვერ საუბრობდა და კიდე როგორ ვერ საუბრობდა მაგრამ ნუ უფრო რუსულად საუბრობდა ქართულ ცეკვას არ უნდა შეეხო რა ისე კარგად იძახის აი ხელი არ უნდა მოკიდო რა დანაშაულია ქართულ ცეკვას აი ოდნავ მაინცო შეიძლება რაღაც ცეკვებიო ოდნავ რაღაცა შემატო ისო ქართულ ცეკვასო ხელი არ მოკიდო თქო გთხოვთო რა ეხლა მე ვერ გიბძანებთო ეხლა მარტო ეგ ხო არასწავლი და ცეკვას უამრავი სტუდია და უამრავი წარმატებული კიდე მაგ შექმნეს პირველი კულტურა შენ კავკასიას მაგათ ასწავლეს ეხლა ზოგმა შეიძლება ეხლა იწყინოს კარგად გამიგეთ რა ძალიან ბევრ ჩრდილოულ
პატარ-პატარა ჩვენს მოძმე მეგობარ რესპუბლიკებს დაკარგავდნენ იმ ცეკვებს, აი ლეკური, ოსური, ის იმებს, რო არა სუხიშვილები რო არ ყოფილიყვნენ და ის რო არ აღედგინათ და რო არ იმას ეკნათ დაედგათ. ინსტრუმენტებიც ალბათ რა. ხო, ინსტრუმენტები არ ვიცი, აი ცეკვები ალბათ კი, იმიტომ რომ ნუ რა ვიცი, მართლა თქვენ თქვით ერთ-ერთ გადაცემაში ახლა გეცოდინებათ ბოლო ამბავია რომ ქართული ხორბალი ცნო იუნესკომ და მსოფლიომ შესაბამისად რომ აქ დაიბადა ხორბალი. მე ახლა სანამ გადაცემას დავიწყებდით ვახსენეთ შანს არ ვუშვებთ როცა ერთმანეს და შევეხმიანებით ხოლმე მე და ბატონი თამაზი დიდი ნიკო კეცხოველი რომელიც ამბობდა რომ გამოვაცხადოთ კაკალი ქართულ ხედ გამოვაცხადოთ და იღრიჭებოდა ამაზე ხალხი კარგად გამიგეთ რომ აი რატო ითვისებ ეს ხო ბერძნულია გრეჩესკი არ ეხდა და შემდეგ და ეხლა რომ გადაიარა თრიალეთის ზეგანზე, სადაც ჩვენი პირველი საცხოვრისია, შეიძლება ითქვას 45 საუკუნის წინანდელი, ბაქო ჯეიხანის ნავთობსადენმა და ბაქო ყარსის რკინიგზამ პერმანენტულად გაიჭრა უამრავი სამარხი, უამრავი სოფელი, უამრავი საცხოვრისი, ყორღანი და ამოვიდა 45 საუკუნის წინანდელი მასალა მერქანიც ძვირფასია წენგოც ძვირფასია, ფოთოლი ძვირფასია, უღელი ძვირფასია, ნაჭუჭი ძვირფასია, ნიგოზი ხო სასწაულია შეიძლება ითქვას და საოცრება და ეხლა გაიტრუნენ, კარგად გამიგეთ, მაგრამ ეხლა ამისი დაწყება და მიყვანა შეიძლება ითქვას ურთულესი იქნება და მანამდე გამოცხადდა არამატერიალურ ძეგლად კულტურის განძად ქართული ჭიდაობა. კი ბატონო. ქართული ჭიდაობა და ბატონი თამაზი ერთხელ ძალიან საგულისხმობთ ლაპარაკობდა გადაცემაში, რომ მარტო ჩვენ ჭიდაობას და მგონი რომელიღაცას რამდენადმე შეიძლება ითქვას ნაწილობრივ ახლავს მუსიკას. აი ჭიდაობას იმას ახლავს სხვათა შორის ორთაბძოლა კელტურს ოღონდ მუსიკა მიმდინარეობისას არ აქვს აი რო შემოდიან მონაწილეები მაშინ უკრავს ისა და აი მუსიკის თანხლებით შემოდიან და მე როგორც გუდასტვირი ალბათ ეგეთ რაღაცას უკრავ კი ეგეთი რაღაცა აქვს და რაღაცა ძალიან დიდი ჩასაბერი ინსტრუმენტი აქვს ისა და სხვათა შორის ჭიდაობენ ნახერხზე ხო ქართული ჭიდაობა როგორც არის ისე დგომშია მხოლოდ თეხში ხელის მოკიდება არ არის და გამარჯვებულს ყოჩ ჩუქნიან ხო და ძალიან გავს რაღაცა ტრადიცია წესები ხო ეს ვიძახი აი ბრეტონელ კელტებშია შემორჩენილი მარტო ეს კელტები ხო გამოყარეს და ცოტა ნაწილი ვალებიც და საფრანგეთის ბრეტონეთში ცხოვრობენ ახლა ეგენი და იქ აქვს ეს თავიანთი ჭიდაობაც წამოღებული მოკლედ იქედან ამ კელტებს და ნაციონალური ჭიდაობა და ძალიან დიდ პატივს სცემენ რა ამ ჭიდაობას და ჩამოყვანილი ყავდა ეგ ხალხი და ისინიც გაგიჟდნენ რომ როგორ გავს ეს ჩოხაც ჩვენაერი აციათ მსგავსი და რა ვიცი მე ეგანაც ვახსენე ჩვენი ერთადერთი ნათესავები არიან ხო და აი პარალელიც და ეგ რა მაგის პასუხია და როგორ ჩვენთან არის შესაბამისად ეს მშენებლობის კულტურა დოლმენები და მეგალითები და ციკლოპური ნაგებობები ენით აუწერელი სილამაზისა და ენრაოდენობის მეგალითური ძეგლებია დოლნური ჯვრებიც აქვს ხო იმაში რა ქვია აი ბრეტანი რო ახსენეთ ეს არის სადაც ქალაქი ბრესტია და სადაც აი ჩრდილო დასავლეთ საფრანგეთი მან და ცხოვრობენ ჩვენი ნათესავები კელტები ასევე ეჭგარეშია ესპანეთში შესაბამისად იოანე მთაწმინდელი ამბობდა რომ ჩვენი ნათესავები არიან და ასევე აი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ანუ ინგლისის ჩრდილოეთით სადაც არის შოტლანდია იქ არის სოფელი ქარდუ, იქ არის ქარდუკი, ისეთი სახელებია გორი, გრ ძალიან ხშირად ხდება და თვითონ შესაბამისად წეღანაც ვახსენე მთელი კუნძული ირლანდია მათებურად არის იბერია, კუნძული იბერია, წარმოგიდგენიათ და მე ახლა ირლანდიელები შექმნილია ამერიკის შეერთებული შტატებში. ო, და ერთადერთი უძლეველი ქვეყანა არის და დაუპყრობელი ქვეყანა არის რომაელების მიერ.
ვერ დაიპყრეს. ირლანდია ვერ დაიპყრეს. არა და მთელი ნახევარკუნძული დაპყრობილი ჰქონდა. დანარჩენი და აი ზემოთ უკვე მთები დაანებეს, ვეღარ დაიპყრეს, შოტლანდიაც დაუპყრობელი იყო. ზემოთ ვეღარ მიყვნენ. ხო, ვეღარ რომაელებმა ვეღარ მიყვნენ და მე ახლა აი წეღან კი არა, გუში მქონდა ამ თემაზე საუბარი. და წეღან კიდე იდეოლოგიაზე მქონდა საუბარი, კარგად გამიგეთ. პოულობ ახლა ვათვალიერებ ჩემი ისტორიული ინტერესებიდან, რომ პოულობ მონღოლურ, სპარსულ და აი პაკისტანურ საიტებზე წარმოიდგენეთ, რომ მონღოლეთის იმპერიის გავრცობის რუკებს. და მათ აქვთ დატანილი და მათ აქვთ ისეთი რუკები შექმნილი, სადაც ჩანს, რომ წარმოიდგინეთ 1200-იან წლებში, 1300-იან წლებში დაუპყრობელი, ანუ ვერაღებული არის საქართველოს. წარმოგიდგენიათ? დასავლეთი და მონღოლებმა ვერ აიღეს, კარგად გამიგეთ. ზუსტად გეტყვით ახლა. ვერ აიღეს აღმოსავლეთის მთა, წეღან რო ვახსენეთ შესაბამისად ფარიკაობა და საოცარი ნიჭი. და ვერ აიღეს მთელი დასავლეთ საქართველო და მეტადრე დასავლეთ საქართველოს მთა. ეხლა წარმოიდგინეთ, ობიექტურად შეხედეთ, რამდენ მონღოლს დაადუღებდა, ისე რომ ის მონღოლი ვერ მიხვდებოდა, ვინ მოკლა, საიდან მოკლეს და რა იარაღით მოკლეს. 15 ხევსური არხოტში და მუცოში, ხო წარმოგიდგენიათ რა სიზავდნენ. კიდევ ერთ კაი ისტორიას მოგვიყვება. ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან მინდა. და იმას გადავამატებ, კარგად გამიგეთ, რომ არავინ არ ხატავს ამ ეპოქის საქართველოს რუკა, რომ მონღოლების მიერ დაუპყრობელია. საქართველოში არსად არ მინახავს. ცოტა გამოცოცხლით ისტორიკოსები ძალიან გთხოვთ რა, იდეოლოგიაა თქვენი საქმე პირველ რიგში და მერე კვლევები რა, ისეთი სფეროა ისტორია. რადგან სიტყვა მოიტანა, წავაწყდი ამ ცნობას 50-იან წლების ლელოში წერს, გვარი დამავიწყდა სამწუხაროდ. ესეთ რაღაცას რა მუშაობდი აი იუნესკოში ქართული ჭიდაობის მუშაჯგუფში ვიყავი და ამიტომ ვიჯექი ხოლმე ბიბლიოთეკაში ეროვნულში და აი ძველ ლელოებს და იმეებს ვეძებდი და მასალებს მოკლედ და ესე იგი 1255 წელს ან 6 წელს ან 1 წელს მებადიერება იმ ხელა პერიოდი თქვი მონღოლთა დიდი კრება იყო, სადაც ესე იგი ტახტზე ადიოდა გუიუკი, უნდა აეყვანათ ტახტზე. გუიუკი იყო შვილთაშვილი, მიიყავდათ ყველაზე გამორჩენილი ჭადის სახელი რო დაგავიწყდება ახლა მონღოლებს დამპყრობელი. ჩინგისხანი და ტამერლანი, თემურლენგი და რა. თემურლენგის შვილთაშვილი იყო ეს გუიუკი. და მიწვეული იყო ესა რა ქვია რომის პაპი, რომის პაპის ელჩობა, ასე ვთქვათ და რომის პაპის ელჩი და მასთან ხლები ბერი, ფრანცისკელი ბერი წერს ამას. და აი ამ მასალას ვაწყდები. წერს აი ამ ყველაფრის, ну ძალიან დიდი ის იყო, მოკლედ, დიდი პომპეზური ღონისძიება, ყველა მიწვეული ყავდა და მათ შორის დავით ნარინის და დავით ულუს. ხო, რად ხონდათ ეს სპეციალურად გაკეთებული. თუმცა დავით ნარინის და დავით ულუს ეს ისტორიკოსი ივანო პლანო კარპინი იყო, სახელი და გვარიც მახსოვს, ეს ელჩი, ეს ელჩი იმისი, რომის პაპის ელჩი. ხო და ფრანცისკელ ბერს კიდე ასელი ერქვა, ეს სახელიც მახსოვს და ისინი წერენ ამას, რომ ამ უამრავ სანახაობაში, ну იქ რაღაცა გასართობის სანახაობები ძირითადად და 1000 რაღაცა ჭიდაობაც ახლა მონღოლებს უყვართ ჭიდაობა და ჭიდაობაც იყო წრე შეკრული და აი სხვადასხვა ამ ელჩობის ხალხი აბა შემოდით იჭიდავენ და მონღოლებმა მოკლედ გადაუარესო რა ყველასო რა. დალეწესო და ესენი ყვებიან ახლა ჭიდაობის დიდი პროფესიონალები კი არა, რასაც ნახულობენ იწერს რა, ახლა უყვართ და წერა და რამდენი რამე გვაქვს ჩვენს მისიონერების და ის შემონახული რომ ჩვენ დაკარგული გვექნებოდა და კიდე დიდგორის ომის დროს რამდენიმე აი ჯვაროსნები რო ჩამოვიდნენ 5 თუ 6 მწერალი იყო იქა და არა მეომარი. კი ბატონო, იგივე სააკაძეს პორტრეტი ვის აქვს დახატული, ქართული სხვა არ აქვს დახატული და რამდენი რამე ესეთი რომ იმათ რო ექნება დაეწერათ ჩვენ დაკარგული გვქონდა. ესენი წერენ გამოვიდა ორი ქართველიო
ალბათ ერთი ეს იმათ არ უწერიათ ეს ჩემი იმას ვიზახი ალბათ ერთი ამ დავით ულუს იმიდან და მეორე დავით ნარინის ამალიდან ეხლა იქ ამალაში ხო დაცვა ეხლა დღევანდელი დაცვა რასაც ქვია ეხლა მეფეს ეხლა ნარჩევი ბიჭები ეყოლებოდა და ქართულის მოჭიდავეები ამასაც ვიტყვი ფარგალიტი ქვია მაგას საჭიროების შემთხვევაში მუშტის მომქნევი ხო ქართულის მოჭიდავეები იმიტომ ჩვენი საბრძოლო ხელოვნება ეს იყო და ესე ჭიდაობა ჩვენში ეხლა ხო იმ თავიდან ესე უხსოვარი დროიდან არის და ეს ფრანცისკელი ბერი წერს და ეს რომის პაპის ელჩი რომ ესე იგი ისეთ დღეში ჩააგდესო ეს მონღოლებიო ვინცო მანამდე გადაუარა ყველასო რომ აი სახტად დავჭითო ესო განა რაღაცა უხეში ძალითო აი სპორტი მაშინ სიტყვა არ არსებობდა აი სუფთა პროფესიონალურად რა ოღონ თავის სიტყვებით აი ილეთებით და აი ულამაზესათო და ესე იგიო ესენიო ისე იყვნენო გასულებიო თავის თავზეო გამწარდენო მონღოლებიო და მერე უკვე დამარცხებულებმა ყველა დაამარცხესო რა აი გამორჩეული მონღოლები მერე ვიღარ გამოიყვანეს და ყველა ამ ორმა ქართველმა რა და გამოიყვანესო წრეშიო და ხელებიო გადაამტრიესო ორივესო რა ხო ნუ გათავხედებულები ხა ისა რა ძალა აღმარცხნა ხო მაგრამ ნუ ეს რო შემხვდა ძალიან მესიამოვნა ხა ეს შემეწოდენ ეს როდინდელი ეპოქა აი ხაზგასასმელია რომ ალბათ დასაბამიდან მოვიფიქრეთ ეს სახეობა და ეს იმიტომ რომ მოდი და ეჭიდავე ზოგი ისეთი გოლიათ კარგად გამიგეთ ახლა მონღოლები რო ვახსენე რა საოცარი სპორტული ადამიანები იყვნენ ცხენზე ცხოვრობდნენ ხან ისე გადიოდა 2 დღე 3 დღე მომიტევეთ ახლა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ამბობ 2 დღე 3 დღე რომ ცხენიდან არ ჩამოდიოდნენ წარმოგიდგენიათ ცხენიდან ჩამოდიოდნენ და ცხენზე ჭამდნენ ცხენზე სვავდნენ ცხენიდან ისვრიან ძალიან მაგათ ისროდნენ ცხენიდან ისვრიან შვილდის არ ცხენიდან ისვრიან შუბს ეს ინერციაც ეხმარება წარმოგიდგენიათ ცხენით რომ მიდის და შუბს ისვრიან საოცარი მოდგმა იყო და მაგათ წინაშე სწორედ ესეთი რაღაცა ხრიდოლიც ხო ხრიდოლიც აი ალბათ ხო ხრიდოლი თავის თავში ქართულ ჭიდაობასაც შეიცავს ქართული მუშტიკრივია ხრიდოლში 4 სახეობაა 5 გაერთიანებული ხრიდოლში ერთი ქართული ჭიდაობა ერთი ქართული მუშტიკრივია და 3 კიდე ესეთ საბრძოლო ხელოვნება აი ამ ხელოვნებამ გადაგვარჩინა უეჭველი ესეთი დიდი დამპყრობლებისაგან და მთამ აუცილებლად მთამ ქართული მთამ თამ გვიშველა ბატონო იმიტომ რომ იმ თაში ვეღარ მოვყვებოდა მტერი აბა აი ხა ჩემი სოფელიც მაგალითად ხო მაღალზე იყო ეხა ჩამოიწია იყო საშუალება ზემოხანდაკი აი თეზმის ხეობა ჩამოიწია ბარში ხო თორე იმიტომ რომ ესე იყო ყველა ხო რომ გარბოდა მთაში და იქ მტერი ვეღარ მისდევდა და ვერ მიყვებოდა და თეზამის ხეობა მე ყველა მინდა დაგპატიჟოთ დიდი სიხარული დაკვირვებით ისტორიული ჯგუფი ჩამოხვალთ მით უმეტეს თუ დოკუმენტალისტები ჩამოხვალთ მით უმეტეს და მე თქვენ გაჩვენებთ თეძამის ხეობაში და ტანას სათავეში და თეძამის სათავეში ჩვენი წინაპრების მიერ აშენებული აი ამ მაგიდის ტოლი ქვებით 4 მეტრზე 5 მეტრზე როა დადებული გრანდიოზული ლოდები და ეს იყო ჩვენი გადარჩენის საშუალება და თან იქიდან მოდიოდა საოცარი კარგად გამიგეთ ახლა მე ჩემი კუთხის პატრიოტი ვარ მაგრამ ნებისმიერს დავუსაბუთებ რომ იქ მოდის საუკეთესო თაფლი იქ მოდის საუკეთესო ხორბალი იქ მოდის საუკეთესო რძის ნაწარმი იქ მოდის საუკეთესო ბალახი შესაბამისად ბალახი ხო საკვებია ცხოველთა ჩემი ძირი ზუსტად მანდიდან არის აი მანდ დავიბადე ჩემი გვარი და სხვათა სხვა სოფელში არც არის მან დავიბადე და ეგ ადგილი რასაც თქვენ იძახით მეც მოვლილი მაგ და თქვენს დადიხართ ეხა ფუტკარი ყავდა ის იყო ხო კარიბჭე იყო საქართველოს ბაღვაშების ის იყო და ფაქტურად საბაჟო იყო და მაქედან მოდიოდა ის გენაცვალეთ ეხლა ბაღვაში რო ახსენეთ აი ყოველთვის ცრემლი მომდის იმის წილ რომ მეუფიანანიას ჩემი მასწავლებლის თვალზე ვნახეთ ცრემლი ბაღვაშებზე რო ჩამო მეუფიანანია არის მანგლისელი და თეთრი წყაროელი მიტროპოლიტი და იქ რო დავდივართ ხოლმე უგანათლებულესი კაცი მივესალმები დიდი პატივით და ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და იქ რო დავდივართ ხოლმე და ძეგლებს რო ვნახულობთ რა სიტყვაზე კი არ ამბობს ხოლმე არამედ ზუსტად ამბობს ალბათ რაღაცა წყაროებიდან გამომდინარე 1000 ეკლესია ააშენესო ბაღვაშებმაო 1000 ეკლესია და ციხესიმაგრე და ისე განიცდის მისგან აი ამ გვარისაგან მეფის წინააღმდეგ წასვლას
ისე განიცდის მეტი რო არ შეიძლება კარგად გამიგეთ და აი დღემდე წარმოგიდგენიათ ისე განიცდის რომ ეს რატო ჩაიდინეს ნეტა ეს არ ჩაედინათ და ასე შემდეგ სამარცხვინო ომი შედგა სასირეთის ჭალაში ანუ აი აქ აზნიაშვილის სოფელია სასირეთი ჯადოსნური სოფელი საოცარი სოფელი ისტორიული მეფეების ის იყო დასასვენებელი სოფელი სასირეთი სასირი ხო ფრინველია და ძალიან ბევრი უამრავი აი უნიკალური ფრინველი იყო და იმიტომ დაერქვა სასირეთი განსაკუთრებით ნამგალაჩიტები რაზედაც უილიამ შექსპირი ამბობს რომ სადაც ნამგალაჩიტები სახლობენო იქო იდეალური გარემოაო, ჯანმრთელი გარემოაო, მადლიანი გარემოა, ნაყოფიერი გარემოაო. თქვენ ალბათ გეცოდინებათ, რომ ჩემპიონია ჩიტებში მრავალმხრივ ნამგალა. მას შეუძლია, რომ კვირები იყვეს ცაში და არ დაждდეს მიწაზე, წარმოგიდგენთ. ჰაერში ძინავ და საოცრად ფლობენ. ნიავსაც კი შესაბამისად საოცარი რამეა და მე ახლა აი შესაბამისად თქვენ რო დაგპატიჟეთ, კიდე ერთხელ გეუბნებით, ძალაშია ესა. ძალაშია და ეხლა ჩემ ატენელებს მინდა ესეთი რაღაცა ვუთხრა რა. აი ეხლა რო ახალი კლუბი შეიქმნა ჭიდაობისა სოფელ ატენში, იმათ მინდა ვუთხრა, რომ აი ამ ბატონს მე კი არა თქვენს თხოვეთ, რომ რომელიმე გამოჩენილი, მონქმედი, ძიუდოისტი ჩამოიყვანოს სოფელ ატენში, დავხვდეთ როგორ ჩვენ გვეკადრება, თაფლი ჩემი იყვეს, ღვინო აჩიკო შავდათუაშვილის აიყვეს რო ამბობს რომ ბეჭ დაუდებელი პაპას შვილი ვარო ხორაგი მაგალითისათვის არ დავასახელებ 1-2 ადამიანის აიყვეს და შესაბამისად დავხვდეთ მათ ჩვენ მოგვიწყონ მასტერკლასი ჭიდაობისა და ჩვენ ბავშვებთან ერთად სურათი გადაიღონ ასწავლონ ილეთები და გავუშალოთ დიდებული სუფრა ვისაუბროთ პოეზიაზე ისტორიაზე ატენის ხეობაზე ჭიდაობაზე სპორტზე და რომელიმე ვისაც თქვენ ინებებთ იქნებ მოიწიოთ ჩვენთან სოფელში და გავაკეთოთ ესეთი ღონისძიება მთელი მსოფლიო მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ მე-7, მე-6, მე-5, მე-4 კლასელ ბავშვებს რომ ეს ადამიანი იყო ჩამოსული როგორც ჩვენ გვახსოვს რაღაცები ბავშვობის რო არ გავიცილება და ავისლება მაგაზე ვდგავარ ჩვენთან სკოლაში იყო მოსული დავით ყიფიანი 1993 წელს წარმოიდგინეთ ჩემ სკოლაში პირადად ჩემი სკოლა ქონდა დამთავრებული და მოვიდა ლექსები ვუთხარით ფოტოები გადავიღეთ ეს იყო ლეგენდარული ადამიანი განათლებული ძალიან დიდი ხანი გაატარა ჩვენთან ერთად 4-5 საათი გრძელდებოდა ეს ღონისძიება სკოლის კლუბში 5 მილიონიან საქართველოში ალბათ 1000 მაკაცმა იცოდა ინგლისური და ერთ-ერთი დათო იყო ახლა ინგლისური რუსული ქართული ერთნაირად ხო რუსულზე ხო საუბარი ზედმეტია არაფერში არ გჭირდებოდა ახლა ეს ინგლისური, მაგრამ ბავშვობიდანვე, სკოლიდანვე ისეთ გარემოში იყო ცხადია და იქ საერთაშორისო თამაშებზე ეს იყო ხოლმე შესაბამისად. ეს იყო კი ბატონო. კაპიტანი არ იყო, მაგრამ ესე საუბრებოდა მსაჯებს, ესე საუბრებოდა მეორე მხარეს და ასე. რაც უმნიშვნელოვანესია ენის ცოდნა, ძალიან მნიშვნელოვანია სპორტსმენისათვის. როგორ არის ჩვენში ნათქვამი, რამდენი ენას იცი, იმდენი კაცი ხარ, ხო? ეხლა რა გავახსენდა, იცი, ძალიან მაგარი მომენტი რა. მივესალმები აქედან შორეული ნაცნობობა მაქვს ბატონ შოთა არველაძესთან და ინგლისშიც ხო თამაშობდა, ისა აიაქსშიც ხო თამაშობდა, სადაღარ თამაშობდა და შოტლანდიაში თამაშობდა და უამრავგან შესაბამისად და ერთხელ მიყვანილი დაპატიჟებული ყავდათ ეს ადამიანი თურქეთის ტელევიზიაში. და თურქეთის ტელევიზიაში რაღაცას ეკითხება ის ადამიანი და იქვე 1-2 ადამიანიც დგას და მე ვფიქრობ ისინი თარჯიმნები არიან და ეს ალბათ ან ინგლისურად უპასუხებს, ან ქართულად უპასუხებს და შესაბამისად უცებ ისეთი თურქულით დაიწყო საუბარი, გამოოგნებელი აი შეუჭერო ნებისმიერ დილეტანტიც კი მიხვდებოდა რომ ძალიან მწოდნია თავისუფლად საუბრობდა ისე აუხსნა დეტალები იხუმრა იქ აცინა ხალხი წარმოიდგენ ნიჭი რას ნიშნავს არა ძალიან მრავალმხრივი ნიჭი რა თქმა უნდა და ისევ განვისდი კარგები არიან ეგზები კაი ჰუმორი აქვს კაი ქალაქელი ბიჭები არიან და მე სულ უსმენს კი ძალიან დაეხმარება ქართულ ფეხბურთს ხო დიდებული სკოლა გახსნეს შესაბამისად კი ძალიან ბევრი ეხლა ნახეთ ერთ სამწუხარო ამბავსაც გეტყვით დღევანდელი ეპოქისა და ტიპიური მაგალითს რა რომ
აი ჩემს მეზობელთან სოფელატენში მივედი, ჩემ ტოლთან, ჩემ სწორთან, ბავშვობის მეგობართან შეიძლება ითქვას რაღაცაზე ან შესაკითხად ან გამოსართმევად, აი შარშანდელ ამბავს ხვები, ახალი წლები იყო და დავიძახე ამ ადამიანის სახელი ერთხელ ორჯერ არ გამაგონა არავინ. კარგად გამიგე და უცებ იქით მეორე მხარეს აქვს მარანი და გამოყო ვიღაცამ თავი და ნუგობიძე აქეთ მობძანდი ერთი წუთიო და შევედი ახლა მარანში შესვლა დასათვალიერებლათაც და ღონისძიებისთვისაც ყოველთვის ძალიან მიყვარს შესაბამისად მით უმეტეს ატენურ მარანში. და დავინახე 6, 7, 9, 10 კლასელი ზის ბატონო თამას გაუშლიათ სუფრა დღეს ვის უჭირს პური და საჭმელი მით უმეტეს სოფელში დაუდგავთ ამ 7-8 ბავშვს 20 ლიტრიანი ღვინო და სვავენ. მე-9 კლასელები, მე-10 კლასელები. ცხადია ეხლა მთხოვეს და შესაბამისად იქ სადღერძელოცავ თქვი ცხადია, მაგრამ გული გადავუშალე და კარგად გამიგეთ. ამ ბავშვებს აი პირდაპირ ვიტყვი, ვისაც გინდა იმას ეწყინოს, ეხლა მე წეღან ჩამოვთვალე გულანთებული ადამიანები, ვინც ეხლა აღორძინებას ცდილობს ატენში სპორტისა, მაგრამ რო ყოფილიყო სახელს დაგვარც არ დავასახელებ რა 4-5 მდიდარი ადამიანი რო ჩამოვიდა ჩვენ სოფელში ხვდებით ყველანი ვიზედაც ვამბობ ზოგს რო მაგალითად ქართული ხალხური წრე გაეკეთებინა ზოგს რო სპორტის წრე გაეკეთებინა ზოგს რო რაღაც მაგალითად სასწავლო ჯგუფები შეექმნა აქამდე არ მივიდოდით და მე-9 და მე-10 კლასელი ბავშვები მთრალები არ იuliდნენ სოფლის შარაგზაზე და იქნებ რაღაცა მოიფიქროთ რა იქნებ რაღაცა მოიფიქროთ რომ შექმნათ ეხლა ბავშვი ამას იმიტომ აკეთებს რომ სხვა არანაირი გასართობი არ აქვს რა სხვა არანაირი გასართობი არ აქვს ან კომპიუტერთან შედან და ფეხბურთს იქ თამაშობენ ან შესაბამისად აი ესე სვავენ ღვინოს 15 წლის ბავშვები იცით ამას მე რა მოსდევს რა ჯერ ღვინოა მე ღმერთთან უკნას შესაბამისად რეები მიდის და ჩვენ ბავშვობაში ფეხბურთის მოედანზე სოფელში ბალახს რა უნდოდა ხრიოკზე ვთამაშობდით და ბალახი არ იყო და აი ესე გატყევებულია წარმოიდგინეთ საქონელი რო შეუშვა დანაყრდება ისეთი ბალახია ამოსული სოფლის მთავარ მოედანზე და გვაქვს ესეთი საშუალება საბჭოთა კავშირი ზოგი რო ემდურება ზოგი რო არ ემდურება ზოგი ასე შემდეგ ზოგი ფაქტად რჩება რომ ყველა სოფელს აქვს დიდებული სპორტდარბაზი ან აღსაღდგენი სპორტდარბაზი ყველა სოფელს აქვს დიდებული მოედანი სკოლაზე მაქვს საუბარი ძალიან გთხოვთ უმორჩილესად გთხოვთ რომ ეს სფერო ააღორძინეთ რა კომუნისტებს რაც ქონდათ სპორტი იყო მასობრივი და უფასო მე დავდიოდი იყო ესეთი საოცარი მინდა იმათაც მივესალმო ეხლა კარგად გამიგეთ ჩვენ უახლესი ისტორიის პატარა ამბებს ყვებით ეხლა და იყო ესეთი ჯადოსნური სკოლა აი ჯადოსნურს იმიტომ ვეძახი რომ აი საოცრებები შემილია მოუყვე ფშმ ესე ფშმ ესე ერქვა ფუტბოლная школа молодежи მისი ხელმძღვანელი იყო ლეგენდარული ადამიანი საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი ბატონი ვლადიმერ ვოვა ელოშვილი იქ დავდიოდი ფეხბურთზე წარმოვიდგინეთ და მე 6 კლასიდან სანამ სკოლას დავამთავრებდი რა მე არ მიყიდია არც ერთხელ ანუ ჩემ მშობლებს არ უყიდიათ ბუცები სპორტული პიჟამო, ასე შემდეგ, ინვენტარი, ეხლა ბურთები ქონდათ იქ ძალიან ბევრი და სადაღარ დავყავდი. შეკრებებზე დავყავდით, სახელმწიფო ფულით მივდიოდით იმ შეკრებებზე თუ იყო შეკრებები. ბაბროვის ტასი მაქვს ნათამაშები, წარმოგიდგენიათ CSKA-ს დიდი მანეჟი ქონდა, ძალიან დიდი მანეჟი. სრული ფეხბურთის სტადიონი რო ეტევა, წარმოიდგინეთ, გრარო შევედი გული ამიჩქარდა რომ დავინახე ეს მოედანი და იქ მაგ მე-9 კლასელი ბავშვი წამიყვანეს ეს იყო უფასო კვება მოვლა სხვათა შორის როგორც კი ჩავედით თვითფრინავიდან ყველა ბავშვი გაგვსინჯეს მოგვისმინეს გაგვიზომეს ტემპერატურა მოგვიარეს გვაჭამეს გვასვეს მართალია იქ მე ფინალში და ნახევარფინალში დაგვჭაგრეს დაგვჭაგრეს და მესამე ადგილზე გავედით რა აი ისეთი ის იყო რომ გაგახსენეთ. შესაბამისად დაგვჭაგრეს, არაობიექტურად მოგვექცეს. მაგ დარბაზეთ გახსენება მაქვს თქვენის ნებართ ბატონო ნუგზარ ყიფიანის ინტერვიუს უყურებდა. ჩვენ ახლა გულშემატკივრები რო ვიყავით მაგ დინამოსი ხო, ნუ წარმოიდგინეთ რა, ბედნიერები ვიყავით, რომ რა დინამო ყავდა, ნუ აი ახალგაზრდებს რო გავაგებინო, ახლა მაყურებლებში ახალგაზრდებიც ხო იქნება, რომ
დღეს რო აი თქვათ ლივერპულში რო ცხოვრობდე ან მადრიდში რო ცხოვრობდე და იმ შენი ქალაქის გუნდის გულშემატკივარი რო ხარ, აი არაფერს არ ვაჭარბებ, აი ესეთი გუნდი გყავდა საკუთარ ქვეყანაში და ქალაქში. ხო და ყველა თამაში იგებდნენ თან თბილისში აი თბილისში 90%. 95 შეიძლება კიდეს და აი მართლა ხა ამას დიდი ხიზანიშვილის ინტერვიუს უსმენდი და ყველა გუნდის ინტერესი იყო რომ განა რომ თბილისში რო ჩავალ არ წავაგო, დიდი ანგარიშით არ წავაგო. აი ეს ადარდებდა ყველას. ხო და თქვენ რომ ბაბროვის თასი ახსენეთ და ეგ მანეჯი რო ახსენეთ, მან ზამთარში ახლა სტაჟიან გულშემატკივარს ახსოვს ჩვეულებრივ საკავშირო ჩემპიონატის ტურები იმართებოდა და ეს ტურები აწყობდა ხოლმე რუსულ გუნდებს, იმიტომ რომ ჩვენ დინამოს და აი თქვათ ნეფჩის, არარატს და ისეთ თბილი ქვეყნების გუნდებს არ გამოსდიოდა თამაში. ხელოვნური ეს იყო, ხალიჩაზე იყო თამაში. და რო ყოფილიყო მინდორზე უფრო წააგებდნენ დინამო თბილისთან, ვიდრე იქ უფრო კარგი ისინი. სპარტაკი იქ ვარჯიშობდა, CSKA იქ ვარჯიშობდა, მაგათი ორი მანეჟი ჰქონდათ მოსკოვს. იფიანს იუმორიც ჰქონდა ზეგან დათოზე ხო ვისაუბრეთ და ისევ რა, როცა მე გქონდაო მანეჟში თამაშებიო, ბებია ჩემი მეკითხებოდაო, ბებო როდის გაქვთო თამაშები ლოჩიო? ლოჩს ეძახდაო მაგ. ხო, ეს გრანდიოზული დარბაზი იყო და რადგან ესეთი მომენტი მოვყევით, ეხლა წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირი იყო და ხან 4 და ხან 5 მოსკოვური გუნდი იყო ჩემპიონატში და ერთი ქართული გუნდი იყო. მოგეხსენება და როგორი იყო ჭიდაობა მოსკოვის ტორპედოსთან. ეს იყო გრანდიოზული ქარხნის გუნდი. ლოკომოტივი, მოსკოვის ლოკომოტივი, ეს იყო რკინიგზა მთელი საბჭოთა კავშირის. CSKA ეს იყო შესაბამისად ჯარი მთელი ეს დინამო პოლიცია, დინამო მილიცია იყო და სპარტაკი კიდე პროფკავშირები წარმოგიდგენია და იქ კიდე ყავდათ იქ მეორე ლიგაში კიდე 2-3 გუნდი ყავდათ. ეგ ზენიტი ყავდათ, ის ყავდათ. და ეს გრანდიოზულთან მოდი და ითამაშოს ერთი პატარა მე-15 აი ამ 15-თაგანი რესპუბლიკის ერთმა გუნდმა, რომელსაც ესეთი მანქანა ეტაკება. ის რო ჩვენი გუნდი ორჯერ გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, ეს იგივეა რომ აი დღევანდელ დღეს რომ მაგალითისათვის ევროპაში ობიექტურ გარემოში რომ 3 წელიწადში რომ ერთხელ ან ორჯერ ჩემპიონია ხან ბარსელონა ხან რეალი. ეს იგივეა რომ აი მაგალითისათვის ჩემპიონთა თასი რომ მოიგო რა. გრანდიოზული შედეგი იყო და იცით კიდე საინტერესო რამ ეს რას ვიტყვით რომ თბილისის დინამო არის მოსკოვის დინამოსთან ერთადერთი გუნდი რომელიც არ გავარდნილა უმაღლესი ლიგიდან სპარტაკიც კი გავარდა წარმოგიდგენიათ და დინამო თბილისი არ გავარდნილა და პირველ ადგილზეა საბჭოთა კავშირში მეორე და მესამე ადგილზე გასული მედლებით წარმოგიდგენიათ რა აი მაგხორი ანუ ყოველთვის ხან მეორეზე გავდიოდით ხან მესამეზე და სულ ორი გუნდი იყო მთელ საბჭოთა კავშირში ვისაც ჰქონდა ეს საერთაშორისო თასი მოგებული ანუ ჩვენ მქონდა თასების თასი აი დღეს რო UEFA-ს თასია და მეორე ჩემპიონთა თასია ხო ლიგა და კიევის დინამოს ჰქონდა კიევის დინამოს და ჩვენ და ეხლა მოგეხსენებათ ჩვენ საოცარი შედეგი კიდე ის გქონდა რომ სოფლის გუნდი გადავიყვანეთ უმაღლეს ლიგაში და ეხლა რო ჩამოდიოდნენ ახსენა ბატონმა თამაზმა ჩამოდის გუნდი იქ ზოგ სპორტული თვალსაზრისი აქვს და ზოგს კიდე სხვა თვალსაზრისი აქვს რომ საქართველოში მოდის წელიწადში ერთხელ და ხო უნდა ნადიმი რაღაცა სუფრა ადამიანებთან შეხვედრა ღონისძიება ბაზარი რესტორანი ნახოს ხო ცხადია ზოგი მოდიოდა და ერთი დღით რჩებოდა ხან ორი დღით რჩებოდა ხოლმე რომელიღაცა გუნდი და გადავიდა უმაღლეს ლიგაში ლანჩხუთის გურია და უცბათებად ავაშენეთ სტადიონი ხო გახსოვთ სულ 10000 მაცხოვრებელი ყავს ლანჩხუთს და წარმოიდგინეთ უმაღლეს ლიგაში გუნდი ხო და წარმოიდგინეთ რომ აშენდა გრანდიოზული მოედანი და რო ჩამოდიოდა ეს მოსკოვის სპარტაკი დინამო კიევი მოსკოვის დინამო გრანდიოზული გუნდები რესპუბლიკის დედაქალაქების გუნდები და ასე შემდეგ რო ჩამოვიდოდნენ დამთავრდებოდა თამაში გამოვიდოდნენ სტადიონიდან და გაიხედებოდნენ გძე გორად კითხულობდნენ ტაქსისტებს ეკითხებოდნენ რომ სად არის ქალაქი ან რესტორანი ასე შემდეგ ამ ლანჩხუთის გუნდს მფარველობდა ედუარდ შევარდნაძის ძმა ევგრაფი შევარდნაძე ხო ძალიან დადებითებს ამბობენ სხვათა შორის ძალიან და ნუ ამიტომ ინსპიროვნულად ხო ფეხბურთი იყო ყველას უყვარდა და ნუ აი დინამოს მოგება იყო რა ვიცი იგივე აი
მთელი საქართველოს გამარჯვება, მოკლედ ჩვენი პატრიოტიზმი იხარჯებოდა ამ თბილისის დინამოს მოგებაში. აბა მოსკოვის გუნდს თუ მოუგებდით, საერთოდ ომის მოგებას ნიშნავდა და ისე სხვა გუნდებს თუ უგებდით უკრაინის ემაზე პატარა ბრძოლის მოგებას გავდა. ის სიხავი და რო გამოვდიოდეთ ამ აზარაშვილის სიმღერა მე დინამო და გამარჯვების გზებზე გენაცვალე ხო რა იყო და ნეტა დაბრუნდეს ესეთი ერთობაზეც ვიტყვი. მაგრამ ეს მოგიყვებით ბატონო და იუმორს ხო დიდი ძალა აქვს იუმორსაც საერთოდ და რა ვიცი მე ვფიქრობ ადამიანმა რაც შექმნა სიკეთეები იგივე სპორტი თავისთვის და მუსიკა და მხატვრობა არქიტექტურა თუ რა იუმორი ერთ-ერთ დიდ ადგილს იკავებს. ჩემი აზრით ალბათ მუსიკა არის უმთავრესი, მაგრამ სპორტი ალბათ მეორე. არ უნდა ვიძახდეთ ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, მაგრამ მაინც მუსიკა ალბათ დაღმატებულია. მუსიკა აგატირებს, მუსიკა კაი ხასიათზე მოგიყვანს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და მაგრამ იუმორიც ძალიან დიდი რამეა და ცოტა იუმორიც რო მივაყოლოთ აი ამ ჩვენ პოზიტიურ საუბარს და ეს ევგრაფი ნუ მოკლედ მთელ ამ გურიას უყვარდა, იმიტომ რომ ლანჩხუთის გურია, ესე იგი სახელი როგორ გაითქვეს ამ ფეხბურთის წყალობით. ხო, ამ ერთი ბეწო თქვენი თქმის არ იყოს, ერთი მუჭა, სოფელი არ იყო, რაიონი იყო, ლანჩხუთი, დაბა, ხო რა. დღესაც არა 10000 ბევრი თქვით თქვენა. მაშინ შეიძლება იყო და დღეს 10-იც არ იქნება, ხო? 6, 5, ხო. ხო, აი ესე რა, წარმოიდგინეთ და მოკლედ რო გავიდნენ საბჭოთა კავშირი, ანუ პირველი ლიგა უნდა გეთამაშა, ის უნდა მოგეგო, რომ გასულიყავი უმაღლეს ლიგაში და რო გავიდნენ უმაღლეს ლიგაში, სუფრაა რა, ბანკეტია. მაგასთან დაკავშირებით და ამ ევგრაფის ფეხები ქონა მოწყვეტილი და იმითი დადიოდა. ეტლით. ხო, ეტლით თუ იმითი მე მგონი. ან ეტლით და ავარჯნებით, ხანისე, ხო. ხო, ავარჯნებით და. ნუ მოკლედ ბანკეტია და მიდის ქართული სუფრა და თამადა იყო ესეთი კოლორიტული კაცი იყო, ალბათ თქვენს უნივერსიტეტის პროფესორი იყო. მე მგონი ხასანა ნადირაძე. კი, ჯურხან ნადირაძის ძმა, გრანდიოზული ადამიანი. ხო, კაი კაცი და მოკლედ კოლორიტი კაცი. ხო, და კადრის გამგეიყო თუ უნივერსიტეტში. საჩხერელი. მეცნიერი ოჯახია. კი ბატონო. მივესალმები მის ძმას ბატონ ელდარს, დიდი ადამიანია. ეს ხასანა იყო მოკლედ აი ესეთი კოლორიტი თამადა. თამადა საერთოდ თამადის ინსტიტუტი ხო ეს ხო ჩვენი მოგონილია და რა ვიცი, ნუ თამადა ეხა უბრალო კაცი ვერ იქნებოდა დიდი სუფრის თამადა. თამადობას შნოუნა და თამადობას დღეს მაგალითად საერთოდ აღარ იშოვება თამადა და სანთლისაძებნელია და ქორწილებში თქვენც ხედავთ ალბათ ქირაობენ თამადებს ბოლოს ამ ქორწილში მე ისე ვიყავი ყველგან ნაქირავები თამადა იყო სამწუხაროდ პაპაჩემი კარგი თამადა იყო და ბევრი ვერ იყო მაგრამ იყო ხალხი რომ მოკლედ აი თამადად რომ აკაკი ხორავა და ესეთი დიდი ნიჭი უნდა, ნიჭი, ცოდნა, ინტელექტი, ძალა, ჯანმრთელობა, ხელოვნების ცოდნას მაჩვენებს, ლექსის თქმა უნდა შეგეძლოს. ხო, უნდა მოგისმინოს ხალხმა და ავტორიტეტი და მანამდე ავტორიტეტი. და უნდა შეგეძლოს და რა ვიცი, ბევრი რაღაცა უნდა ისა და მოკლედ ეს ხასან ნადირაძეა თამადა და ეხლა სუფრა არის გახურებული და სიხარული სუფევს რა თქმა უნდა რომ ლანჩხუთის გურია გავიყვანეთ უმაღლეს ლიგაში და ეს ეუნება ამ ხასანას ევგრაფიზე ხო ვთქვი რომ ის იყო ინვალიდი იყო და იმითი დადიოდა და ამ ხასან ნადირაძეს ცალი ხელი პლასტმასის ქონდა ერთი ხელი არ ქონდა თქვენს გეხსოვება ხასანა ეუნება ქართული დაუკრეს და მე კინტაური დაუკრეს თუ რა ანუ საცეკვაოები მიდის რა და ბიჭო ევგრაფიო გადახტი ახლა რო იციო და შენებურად დაუარეო რა ხო და ევგრაფი ახლა როგორი გურულია ახლა ის ჭორვილელი ხო თქვი და შემოკარი ტაში და არ გადავხტობის დედავატირება ხო ის ალხელა მოკლედ და ეს მეხების გარეშე და შემოკარი ტაში და არ გადავხტობისო გენიალური მოყევით ახლა და როგორია ეგეთ სუფრაზე ყოფნა რამხელა ინტელექტს იღებს იქ მყოფი ადამიანი რამხელა სითბოს იღებს და რამდენი ხანი ყოფნის მე სითბო როგორ ათბობს ეს საზოგადოება კიდევ ერთხელ გაგაწყვეტინებ უკაცრავად არა არ გამგიწყვეტინები მიფიქრია ინსტიტუციები ხო ბევრი იყო და აი ამ ინსტიტუციებში ხდებოდა ჩვენი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბება ხო იყო ეზოს ინსტიტუტი ნუ ჯერ სახლი პირველ რიგში ოჯახი მე სკოლაში მიდიოდი მე იგივე ქუჩა იგივე ინსტიტუტი იგივე ისა და ყველგან მაგრამ ყველაზე კარგი ინსტიტუცია იყო
ოჯახში кейფები ინსტიტუტი. მე ამას ვერ აღვიქვამდი, ხო? ნუ დღეს ახლა ამხელა ბავშვის დაბადების დღეც იხდება. ეზოში და შარაზე სოფლის შუკაში შეიძლება ითქვას გაშლილი სეფა. ყველაზე დიდი ინსტიტუცია იყო. ბავში ყველაზე მე სწავლობდი იქ. მე ჩემ თავზე ყველა თაობა ვისხედით ხოლმე. ყველა თაობა და იყო აი ნუ არ ვიცი იდილია იყო. ან სადღაც იქით ამ ხარეს რომ ღარიბები შემოდიოდნენ და როს ხდებოდნენ? კი ბატონო და ყველა ვიყავით ერთნი. იქ არ ვიცი, ძალიან ქართულ სუფრა იყო, მე არ ვიცი რა და ამას ახლა მე ბავშვობაში ვერ აღვიქვამდი, მაგრამ დღეის გადასახედიდან აი ეს რომ მოიშალა, აი რა ოჯახში სუფრას ან ქალებს ყოჩაღ რას ისა, მაგრამ ამას სიხარულით აკეთებდნენ ეს ქალები, იღლებოდნენ, რა თქმა უნდა, ახლა და მაგრამ ამას ენთუზიაზმით აკეთებდნენ და ამას სიყვარულით აკეთებდნენ. გენაცვალი უმნიშვნელოვანეს რაღაცას გავუსვი ხაზი. აი თუ გიფიქრიათ ამაზე და რო დავფიქრდი აი მეწყინა რა რომ აი როგორ აღარ კეთდება ეხა ჩემმა მეგობარმა რამოდენიმემ დაიწყეს რა გაკეთება და ისე მესიამოვნა ისე გამახსენდა მე სიმღერაც თუ იყო იმ სუფრაზე კარგი ხო რა ვიცი ეხა იყო როგორ არის მაგას ვიძახი და აჯობდა და თითქოს აი სამარცხვინო სიტყვასავით გახდა მე ფანოღები იყვნენ უნიჭიერესი ადამიანები 150 სიმღერა იცოდნენ ეროვნულები ხატრულები იყვნენ წარმოგიდგენიათ ესე შლიდნენ კლარნეტს აწყობდნენ დოლის აოცარი შესაბამისად მოყვავდა სხვა სოფლიდან ჩამოდიოდნენ დამკვრელები სიმღერის ხასიათზე გაყენებდნენ და ცეკვის და მეტი რა რითი იყვნენ ცუდები კი არა გადასარევი ხალხი როგორი შესაბამისად სიტყვა პასუხი და რამდენი რამე გვაქვს ახსავდგენია რა ხო და აი ეს ოჯახში ის სუფრები მოკლედ აი მე არ ვიცი მე ამ გადასახედიდან ვიძახი რომ აი ამდენი ინსტიტუციები იყო მაგრამ ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუტი ანუ სადაც კეთილშობილდებოდა ბავშვი და სადაც იზრდებოდა და სადაც ყალიბდებოდა და აი ამ სითბოს ამ სიყვარულს რო უყურებდა რასაც ქართული სუფრა ქვია ამაზე დიდი ინსტიტუცია მე ჩვენ არ გაგვაშთა ჩემას მოგახსენებთ სრულიად გეთანხმებით ხელები ამიწევია ცხადია შესაბამისად რამხელა პატივია ბავშვისთვის 5 წლის ბავშვი 6 წლის ბავშვი ეხლა ამ პარტავნობაშიც გადამდის და ღმერთმა ხო იცის რომ მართალია ნოდარ დუმბაძის მუხლზე ვჯდარვარ ნოდარ დუმბაძეს მუხლზე ვიჯექი და ჩავაბარე ყივჩაღის პაევანი მისი საყვარელი სიტყვა ესეთი სტუმრიანობა იყო ხოლმე ჩემთან ოჯახში სოფელ ატენში კიდე ერთხელ გეუბნებით მე სტუმრეთ გავაკეთოთ ეს ღონისძიება და ამითი ვარ ამაყი ამითი ვარ ბედნიერი და თუ რამე ვიცი იქიდან ვიცი კარგად გამიგეთ ცოდვა გამხელილი ჯობსო და გაცილებით მეტი მოსმენით ვიცი ვიდრე წაკითხვით ჩვენ შემოგევლოთ ჩემი თავი იმედია მაპატიებენ ტელევიზიის ხელმძღვანელები გადაგვიცდა რა დრო იმის და მიუხედავად რომ დრო გადაგვიცდა მე კიდე რამდენიმე წუთი ამ ადამიანს არ გავუშვებ აქედან აი ამ წიგნის პოპულარიზაცია მინდა გთხოვოთ იქნებ ეხლა ატენში რო ხართ რამდენიმე ძლიერი ამა ქვეყნისა თუ არა ძლიერი ამა სოფლისა არსებობს ბევრი საშუალება ცალკე ამ ბატონს ექნება შესაბამისად ამისი ელექტრონული ვერსია და თუ არა და რეზოგრაფი არსებობს რეზოგრაფი იყო ხოლმე ესეთი მოწყობილობა რომელიც შესაბამისად თან ქსეროქს აკეთებს და თან ბეჭდავს წიგნს და ეს წიგნი იქნება აი ჩვენ რეგიონში ჩვენ სოფელში გორის რაიონში გავავრცელოთ და მე მინდა ვთხოვო პირადად აი მაგალითად არჩილ შავდათუაშვილს რომ ისევ რაღაცნაირად მოვიფიქროთ და ატენში რო იყო აგე იქ ეგრეთ წოდებული რეზოს ხიდი რო იყო და ზაოტის უბნის საჭიდაო რო იყო იქნებ აღვადგინოთ რა დასაწყისისათვის მარტო ესეთი მოედანი განვაახლოთ და შესაბამისად ნახერხი დავყაროთ ღონისძიებ ცხარი ჩემზე იყოს შესაბამისად და მუსიკოსებიც ჩემზე იყოს რაღაცნაირად აღმოვაჩენ აი ქსოვრელები მაგალითად სოფელი ქსოვრისიდან ამყავს და ძალისიდან და წილკნიდან მეგობარი და ალბათ რაღაცას აღმოვაჩენ ამ ხრივ და ან ბატონი თამაზი დაგვაკვალიანებს კარგი სპორტსმენები ჩემზე იყოს გაგახაროს ღმერთმა მაგაშიც ერთი ღონისძიება ატენობა გავაკეთოთ რა ძალიან აქ თქოთ აი ატენის გამგებელს ავთხოვ ბატონ შოთავანიშვილს დღეს რო დეპუტატია ძალიან წარმატებულ ადამიანს ავთხოვ იოსებ ვანიშვილს ავაღორძინოთ ეს საქმე
ერთი ღონისძიება გავაკეთოთ რა, რომ თელმა საქართველოს გაიგოს და ჩვენც ვიამაყოთ, ობიექტურად ვიამაყოთ და არა უსაფუძვლოთ რა. წინაპრებსაც პატივი ვცეთ და ჩვენც გავიხაროთ. გენაცვალეთ, გაგახაროთ ღმერთმა. ეხლა აი ამ წიგნზე მოგვიყევით რა. მე მინდა ეს წიგნი წარმოვადგინოთ, ქართული ჭიდაობა, ხალხური, თამაზ გოგიბედაშვილი. ნახეთ რა პოლიგრაფიაა, რა დიდებული ფოტოა და რამაც ძალიან გამახარა შესაბამისად ვეფხისტყაოსნის მიხაიზიჩის ნახატი არის აქ გამოყვანილი, როგორ ებრძოლება, ეჭიდავება, კი არ ხმარობს იქ ან დანას, ან შუბს, ან იარაღს, ან ხმალს, არამედ ხელით ეჭიდავება. შესაბამისად აი ახლა აი ეს წიგნი წარადგინოს თავიდან ბოლომდე, აი აქედან გარეკანიდან მე დავიწყებ და წარადგინოს ბატონმა თამაზმა თავისი შიგთავსით, არსით და ფასეულობით და მნიშვნელობით რა. არაფერი, აი იმ პათოს გავაგზელებ, ეჭიდავებაო, ხო, მართლაც ეჭიდავება და აი მითოსიც ახლა იმდენად უხსოვარი დროიდან მოდის ქართული ჭიდაობა, აი მითოსი ხო საერთოდ უძველესია ყველა ხალხში და ამირან დევნი შეებნენ, კი არ ჩხუბობდნენ, ჭიდაობდნენ, მიწას გახქონდა გრიალი ამირანმა დევი დასცა, ხო, კი არ მუშტით კი არ დააგდო, ანუ იჭიდავეს ამირანმა და დევმა და აქედან მოდის ჩვენი ჭიდაობა. შეიძლება ამ ჭიდაობაში შეიძლება შემოაკვდეს კიდევაც ღმერთმა ნუქნას ადამიანი მოგეხსენებათ სპორტული ჟინი შეიძლება სხვა რამეშიც გადაიზარდოს და ფაქტობრივად ჩვენი ერთ-ერთი დიდი ფასეულობა არის რომ ვეფხი დამოყმეთ ჭიდაობენ. აი გამოსახული არის ეს შესაბამისად. და აი ყდიდან დავიწყოთ რომ იძახით აი სწორედ ლურჯი ფერის და წითელი იმიტომ ავარჩიე რომ ქართული ჩოხები ეს არის ფერის წითელის და ლურჯი დიახ დიდებული იმიტომ ის დიდებული რა არის გამოსახული მაგ ფოტოზე აი ეს ფოტოზე არის სოფელი მეტეხია სოფელი მეტეხი სადაც არის ლონდრეროა კინო გადაღებული მეტეხის ეკლესია დიდებული ისტორია ტრადიციული საჭიდაო სოფელია დღესაც კარგი საჭიდაო აქვს და აი ნუ დიდი ჭიდაობაა და რამდენი მაყურებელია ახლა აი აქაც ჩანს ფოტოზე და ეს კოტორაშვილის ფოტოა ალექსანდრე კოტორაშვილი დიდი ადამიანი დიდი დოკუმენტალისტი რო არ შემწხვეს იქნება 2500 3000 მაყურებელია კი ბატონო მანქანები ნახეთ ხალხი ნახეთ კი ბატონო ხო ერთი აი 20 რიგი მაინც არის შემოარშიებული ესე მოკლედ ამ საჭიდაოზე და წრე იქნება როგორც მინიმუმ 70 მეტრიანი დიამეტრის კი ბატონო მინიმუმ კი ბატონო 7-7-ზეა სტანდარტი ან 10-10-ზე და ან 10-10-ზე ეს არის წრე საჭიდაო და აი ეს მაყურებელი არის მინიმუმ 70 მეტრიანი წრე კი ბატონო აი ძალიან ბევრი ხალხია მართლაც რა რომ ბევრ ღონისძიება სპორტულ სხვა სპორტის სახეობაში რომ დაამშვენებს იმდენი ხალხი და შიგნითაც არის უამრავი ფოტო აი მაყურებლებზე არის გადათვლილი ხეზე რო არიან ასულები და შორიდან რო უყურებენ აი სანამ იცით რა არის რაც გვაერთიანებს ჩემო ბატონებო არის ყველაფერი ღვთისმიერი რაც ქართველებს აერთიანებს ერთად აყენებს აი წეღა რო ფეხბურთზე ვისაუბრეთ 74250 ადამიანი ეტეოდა დინამოს სტადიონზე და 75, 78, 80000 ადამიანი რო იკრიბება ერთი არსით, ერთი აზრით, ერთი ჯიგრით, ერთი სიყვარულით, ერთი ლოცვით, რამხელა ძალა აქვს და მაგითიც ვიგებდით, კარგად გამიგეთ და არა იმითი რომ დავით ყიფიანი ყავდა და ალექსანდრე ჩივაძე კეთს ვიხრი მათ წინაშე, მაგრამ არა მარტო მაგითი ვიგებდით რომ кай ფეხბურთელები ყავდა. რაც მე უცხო ხალხისთვის მიკოცნია და ჩავხუტებული გოლის გატანის დროს, ახლა ვიღაცამ როისა შეიძლება იფიქროს სულელი უცხო კაცს რატო უნდა ჩაეხუტო და რატო უნდა იმიტომ რომ სპორტი გვაერთიანებს ის სიხარული მე ბედნიერი და ამაყი იმითი ვარ რომ ბატონო ნუგზარმა გადაცემის დასაწყისში თქვა ხანდახან მიფიქრია აი מחარობელი ვარ მეთქი რა რომ მოიგებს ქართველი ფალავანი რაღაცა და ბედნიერი ვარ რა თქმა უნდა ხან მეტირება და მალა მაყურებელთან იმიტომ რომ ტირილი მაგრამ ეს სიხარულის წრემლია პრინციპში ეს სირცხვილი არ არის მაგრამ მაინც წრემთან კაცი ისეა დამოკიდებულებაში რომ გონებაში მაინც ცხენია თორე სიხარულის წრემლი რატო უნდა შეგცხვეს ხო მაგრამ აი წრემლებამდეც მირსულოა და კაცო სიხარულისგან ბევრჯერ მიტირია სიამაყისგან სვიადაურიო გახდა პირველი ოლიმპიური ჩემპიონი ღაპაღუპით მომდიოდა ბატონო ნუგზა წრემლები და შვილი პატარა იყო ჩემი და ძმისშვილი და იმათი შემცხვა რა რომ ახლა პატარები იყვნენ და ხო რატოტირის მამიკო ხო ვერა მიხვდებოდნენ ისინი უკვე გულშემატკივრები იყვნენ მაგრამ მე შემცხვა რა და ასე რომ რავი სპორტი ძალიან დიდი ძალა აქვს სპორტი აერთიანებს სპორტი მით უმეტეს ესეთი ვაჟკაცური სპორტი დღეს ახლა
არ ვარ იმის მომხრე რო ის, მაგრამ მიხარია ხა ეს დვალიშვილი და ეს თოფურია რო იგებს, იმიტომ რომ ამხელა მასშტაბებზეა გასული ეს სპორტის სახეობა და გადიან და თავპირს ამტრევენ ორთაბრძოლაა და ორივე მოჭიდავია წარმოაჩენენ ვინ საქართველოს დროშას აწევს მაღლა და მაღლა ყველა ჩემი გმირია რა თქმა უნდა და ყველას გვიხარია ხო და ქართული დროშით გამოდიან ის საერთოდ ქართული მუსიკით გამოდის დვალიშვილი ორივე მოჭიდავია თან ორივეს აქ აქვს შიდაობა ნასწავლი ერთს რუსთავში და მეორეს დაწყებული დასავლეთსა და მეორე თბილისში დვალიშვილს ხო მოკლედ ახლა ჩემ წიგზე როგორ ვიტრაბახო მაგრამ ქართული ჭიდაობა ჩვენი მარტო სპორტის სახეობა არ არის და ჩვენი ეროვნული საუნჯეა აი ეს ეძახდა ბატონი ნიკო კეცხოველი რომელიც მე ძალიან მიყვარს ძალიან დიდ პატრიოტიზმს პაპას კარგი მეგობარი იყო და ნუ თქვენც ვიცით თქვენი დამოკიდებულება ყიაველი გენიოსი კი ბატონო სხვათა შორის იყო ისე უყვარდა ქართული ჭიდაობა პირველი დღესო ფედერაციას ვეძახით ვაში საბჭო შეიქმნა ეს 1925 წელს წარმოიდგინეთ ზუსტად ესე იგი საუკუნეზე მეტი გავიდა უკვე შეიქმნა პირველი შენაერთი ასე ვთქვათ ქართული ჭიდაობის 101 წელი დანიშნეს აი ხელმძღვანელი დაუყენეს ნიკო კეცხოველი და წარმოიდგინეთ როგორ უყვარდა და მერე უკვე უნივერსიტეტის რექტორი რო იყო მოჭიდავეები ხო და ქართული ჭიდაობა ხო ძალიან უყვარდა იძახდა რომ ქართული ჭიდაობა იგივეა რაც ქართული ცეკვა ქართული სიმღერა ქართული ფოლკლორი ქართული არქიტექტურა იგივეაო გიждდებოდა ჭიდაობაზე და იმიტომაც დანიშნეს მაშინვე იცოდნენ ეს და იმიტომ ჩააბარეს მას და იმას შევოდნენ ხუმრობდნენ უნივერსიტეტში რომ გაავსო მოჭიდავეებითო უნივერსიტეტიო კაცო კარგ სპორტსმენებს ხო დღესაც ესეა იყო დიდი შეღავათი ქონდა იყო და იღებდა და ეხლა ეხმარები ბატონო და ეხმარებოდა ხო ამ სპორტსმენებს ნუ რა ვინ დამაჯერებს ძალიან დიდი ბოდიში ერთი გადახვევა მინდა რომ ერთმანეთს ეჯიბრებიან ოქსფორდი და კემბრიჯი ნიჩვოსნობაში ბაიდარკასა და კანუეში წარმოვიდგინეთ და ეს არის მათი სიამაყე რომ იმარჯვებს და მე ეს სტუდენტები ამასთანავე ოლიმპიადაზე მონაწილეობენ კარგად გამიგე და ნუ რა ვინ ნუ დამაჯერებს რომ ესენი არიან ათოსნები და საოცარი სტუდენტები მაგრამ ეს უმაღლესი სასწავლებლის ფასეულობაა და ეროვნული ფასეულობაა მათი ტრადიციაა ხომ მეთანხმები კი და რა თქმა უნდა და ეხლა ბატონი ნიკოც ბევრს ხელს უწყობდა გადაარჩინა რამდენი ადამიანი რა თქმა უნდა ხო და აი ამან ესე იგი დამაწერინა ეს წიგნი მოკლედ ბევრი ვარისა და განვითარება ის და აი ყველაზე ნიშანდობლივი რა არის კიდე აი თქვენს დაგაფიქრებთ ბატონო გზა და კიდე აი ვინც ქართული ჭიდაობა ვინც იცის ცოტა შიგნიდან ეკლესია ზოგადად ხო არ არის ასე ვთქვათ სპორტთან კავშირში რა და ზოგიერთ სპორტი შეიძლება ეკლესიისთვის მიუღებელიც იყოს ხო ხო იგივე ძალადობა და ის ვთქვათ ხო მაგრამ რამდენი ეკლესია ვიცით მით უმეტეს ჩვენ ქართლში მე ჩემ სოფელშიც ასეა ეკლესიის ეზოში პირდაპირ ეკლესიის ეზოში იყო საჭიდაო აი რატო იყო როცა ეკლესია ძალადობის წინააღმდეგია ძალმომრეობის არა და ჭიდაობა არის ხო ნუ ან ერთმა უნდა მოუგოს ან მეორემ უნდა მოუგოს რატო იყო უნისონში ქართული ჭიდაობა და დედა ეკლესია და დედა ჭიდაობა მე ესე ვიტყვი იმიტომ რომ ორივე ერთ საქმეს აკეთებდა ქართულის მოჭიდავე იყო მოწინავე რაზმში და ყველაზე ასე ვთქვათ გამორჩეული მეომარი თავის უნარჩვევებით ეს ქართული ჭიდაობა იყო სამხედრო საწყისებზე იყო და ანუ სავალდებულო იყო ესე იგი ქართულის მოჭიდავე რო ყოფილიყავი თან მით უმეტეს დღესაც კია რომ ხელჩართული ბრძოლა უწევს ჯარისკაც იშვიათად მიუხედავად 21 საუკუნეა მაშინ ყველა ერთ იმაზე იყო მარტო ხმალი იყო და დანარჩენი ხელჩართული ბრძოლა იყო და იქ უნარჩვევები სწორედ ჭიდაობის სისწრაფე მუხლის სიმაგრე ხელის სისწრაფე სიმკვირცხლე და ეს ყველაფერი აქვს ქართულ ჭიდაობას და იმიტომ იყო და სწორედ აი ეკლესიის ეზოებში საჭიდაოებიც იმიტომ იყო ესე მრავლად და დღესაც ხდება არაერთი ალბათ თქვენს გინახავთ რა ვიცი რომელი ერთი ჩამოთვალო ერთაწმინდაში ხა ფეხბურთი მეც მითამაშია მაგრამ საჭიდაო იყო ჩვეულებრივად პატასთავი სადაც არის და სურათიც არის არაერთხელ უნახავს ალბათ სოციალურ ქსელში ისა და უამრავი სურათები მე თვითონ მაქვს რომ აი ეკლესიის პირდაპირ ეზოში იყო საჭიდაო და იქ იმართებოდა ჭიდაობები ჩემს სოფელშიც ეხა აღარა საჭიდაო პირდაპირ ეკლესიის ეზოში იყო და აი ეს მოწინავე რაზმი რო იყო სწორედ ქართულის მოჭიდავე
იქვე მიდიოდნენ ალბათ ბრძოლის წინ ქუძე კაცი როცა იყო საჭირო და ასე შემდეგ ეკლესიის ეზოში იმიტომ იყო სწორედ ეს საჭიდაო რომ ის პირველი მიდიოდნენ ქართულის მოჭიდავეები იმიტომ რომ საბრძოლო ხელოვნება იყო ქვეყნის ერთიანობას ემსახურებოდა ქართულის მოჭიდავე და არა მარტო სპორტსმენი იყო ქვეყნის თლიანობას დამოუკიდებლობას და იქვე მიდიოდა როგორც მოძღვარი აკურთხებს ომში წამსვლელებს და ყველაფერი ხდებოდა, ანუ გვერდი-გვერდი, იმიტომ თანაც ცხოვრობდა ქართული ჭიდაობა და ქართული ეკლესია. ჩემას ვიძახი ეს და ყველა არ იქნებოდა და კიდევ ვიძახი ამის მაგალითები უამრავი. გორში ნიკო კეცხოვილის ქუჩაზე, ეგრეთ წოდებულ სადგურის უბანში, მივესალმები მამა ბასილი ფოსურს, ასევე ჩვენი დროის გმირს. ისეთი სამრევლო სკოლა გააკეთა, სადაც ყოველთვის არის მინიმუმ 200, 210, 220 ბავშვი გაკვეთილზე და იყო რეკორდი 280 ბავშვი იჯდა. და ეხლა მამა ბასილმა შიშველი ხელებით, აი სრულიად შიშველი ხელებით და ადამიანთა შემოწირულობებით ზოგმა X ლარი დადო, ზოგმა Y ლარი დადო, ააშენა შესაბამისად დიდი სპორტული დარბაზი. აი სწორედ ეკლესიის ეზოში იქნება სპორტული და კულტურული დარბაზი და ზუსტად ეს მოტივი ქონდა. ზუსტად ეს მოტივი ქონდა, რაზედაც თქვენ ახლა ისაუბრეთ, ბატონო თამას. ზუსტად ეს მოტივი რო ეკლესიის ეზოში იქნებიანო, თან ილოცებენო, თან გაერთობიანო და მოწყდებიანო ამ შესაბამისად საცდურს, რომელიც ქუჩაშია ესე დაყრილი, კარგად გამიგეთ და ესე მარტივად შესაბამისად სოციალურ ქსელში გავსებული და რა ვიცი. და მამა ბასილი ფოსურმა 8 წრე გააკეთა, 8-ვე უფასოა და მე ეჭვი არ მეპარება რომ მე 9 წრეს გააკეთებ ჭიდაობისას ამ დარბაზში და ბევრი უანგარო მასწავლებელი მივა იქა და ასწავლის მასთან ბავშვებს და აი ამ წინგს რო დავუბრუნდეთ ისევ რო გადავხედე ახლა მე აუცილებლად წავიკითხავ და უამრავ ატენელს და გორელს გავაცნობ შიგნეულობას შესაბამისად თავიდან არის გადმოცემული ისტორიული რაკურსები ფოტოები ასე შემდეგ აბსოლუტური ფალავნები მათი სახელები ფოტოები ჭიდაობის სცენები და სულ ბოლოში არის წესები წესები აი ამ კულტურისა აი ამ სპორტისა აი ამ ტრადიციისა აი ამის რაც უმნიშვნელოვანესია შეიძლება ითქვას შეიძლება დაკარგულიყო კი ბატონო, იმიტომ რაინდულ საწყისებზეა ქართული ჭიდაობა და აქ კიდე არის აქ იმ ხალხზემა გამახვილებული ყურადღება, რომლებიც ბევრმა არც იცის. სამი კაცი იყო ესეთი, ანუ სახელმძღვანელოს დაიწერა ქართული ჭიდაობის სახელმძღვანელო ზუსტად 100 წლის წინ დაწერა ილო სვანელი ფსევდონიმია თომაშვილი იყო ესეთი კაცი თბილისელი კაცი იყო თვითონ კარგი მოჭიდავე ფიქრის გორაზე ჭიდაობდა ძირითადად ცირკებში გამოდიოდა განათლებული კაცი იყო თან იყო მიხეილ ხერხეულიძე ასევე გორელი კაცი უпроსტად ცხინვალელი კაცი მერე წავიდა ტარტუში უნივერსიტეტში ჩააბარა მაგრამ სხვაგან ხრით, მაგრამ ქართულ ჭიდაობაში შეალია მთელი პუბლიცისტი იყო, წერდა, იმაშვებოდა და მოკლედ აი ქართულ ჭიდაობის მე ვიძახი, როცა დაიწყო წინა საუკუნე, მაშინ 1900-იანი წლებიდან, ესე იგი, რომ დაიწყო მე-20 საუკუნე, მაშინ გაჩნდა იმის მოთხოვნილება ხალხში, რომ აი სახალხო თამაშები გადაქცეულიყო სპორტულ სახეობებად. სპორტულ სახეობად. ესე შეიქმნა, მაგ დროს შეიქმნა ფეხბურთი, კალათბურთი და ასე შემდეგ და აი მაგ დროს ესე გაერთიანდა ერი ქართული, იმიტომ რომ არ ქონა მაშინ ქართულ ჭიდაობას წესები იყო როგორიც იცით ბატონო ნუგზა, აი მანამ მოგტებოდა მეორე, ან თუ არ დანებდებოდა, არ თავდებოდა ისა. ანუ წაქცევამდე იყო რა, იმამდე. ეს ბეჭებზე დააგდე მარტო დღეს რო არის და 5 ქულით მოუგე, ესე არ იყო. ანუ დროის რეგლამენტი ჭირდება, ქულათა შეფასება ჭირდება, მსაჯები ჭირდება და ისა და ანუ სპორტის სახეობად რო აქციო და აი ეს ხალხი მყავს სწორედ ვინც ქნა, ანუ ფუძემდებლები ქართული ჭიდაობის. ისე რომ ხალხური აი ამას იმაშიცა, აი ხა მაგალითად ძივდუ არის ძიგოროკანოს შექმნილი, სამბო არის ხარლამპიევის შექმნილი, ქართული ჭიდაობა არის ქართველი ხალხის შექმნილი. კარდუელების ალბათ 50 ზოგი ატენელი, ზოგი თეძმის ხეობელი, ზოგი იმისი და შეერთდა, დაემატა, გამდიდრდა, გამრავალფერონდა და ის და ანუ ხალხმა შექმნა, ეს ხალხში შეიქმნა სოფელში, ქართულ სოფელში. კი ბატონო და აი შემდეგ უკვე ეს ხალხური სანახაობა
სპორტის სახეობად უკვე პროფესიონალურად ვინც მოაქცია ის ხალხი მყავს კიდე ესეთები იყვნენ ხერხეულიძე მიხეილი როგორც გითხარით ილია თომაშვილი და სიმონ მაისურაძე იყო თვითონ კიდე აბსოლუტური პარლამანი ახმეტელი კაცი ძალიან და აი იმაძე მაქვს კიდე რაღაცეები ისტორია დაწერილი და ძველ ფალავნებზე კიდე რა თქმა უნდა კულაკდანელი და ხიზამბარელი და ნესტორესებუა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ეგნატაშვილები იყვნენ კიდე გორელები ძალიან მაგრები და რა ვიცი კიდე რაღაცეები არის ახლა მეტი ჩემციგზე მეც ვერ ვიტრაბახებ ძალიან დიდი მადლობა შეიძლება ითქვა სახელმძღვანელო ქრესტომატიაში გიქმნიათ გაგიცოცხლებიათ ამოგიკრეფიათ აი ამ სფეროსთვის რომელიც ძალიან ბევრი ადამიანისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ღმერთმა დაგლოცოთ მეგობრებო ქართველებო ტრადიციების მცველებო 45 48 50 საუკუნის ხალხი რო ვართ და ამ ენაზე რო ვსაუბრობთ ამდენი ხანია და ამ წესებზე რო ვსაუბრობთ მადლობა ღმერთს დიდება უფალს ღმერთმა გადაარჩინოს ქართველი ერი ქართული ტრადიცია ქართული წესი ჩვენი სარწმუნოება ჩვენი დედა ეკლესია ყველაფერი იქნება კარგად ოღონდ ჩვენ გავმრავლდეთ ოღონდ ჩვენი ახალგაზრდები განათლდნენ და ჯანსაღად იცხოვრონ მშვიდობა გქონდეთ კარგად ზანდებოდეთ